მოგესალმებით მეგობრებო, დიახ, თქვენ უკვე იცანით, ეს არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, Microsoft Flight Simulator და მე მსურს ვისაუბრო Boeing 737-ის შესახებ. მაგრამ სანამ ამ საჰაერო ხომალდზე საუბარს შევუდგებოდეთ, გთხოვთ რომ ჩართოთ ანოტაცია, რადგან თუ რაიმე საკითხი ვიდეოს ჩაწერისას გამომრჩა ან შეიძლება რაღაც შეცდომით თქვი, შემდეგ როდესაც ამ ვიდეოს ავტვირთავ, აუცილებლად ანოტაციის სახით კომენტარებს და კორექტირებებს დავურთავ. ასევე ვიდეოს აღწერაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული ლინკები კონკრეტულ დროებზე, სადაც მე სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობ, ასე რომ თუ რომელიმე ცალკეული საკითხი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, შეგიძლიათ პირდაპირ მარტივი დაწყებუნებით გადახვიდეთ იმ დროზე და მოისმინოთ ჩემი კომენტარი იმ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. თუ რაიმე შენიშვნები, თუ რაიმე წინადადებები ან კომენტარები გაქვთ, გთხოვთ და კომენტარეთ, მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ რასაც მე ვიტყვი 100%-იანი სიმართლე არის. ან ყველა პროცედურა ზუსტად ისე ხორციელდება, როგორც მე ვიტყვი, მე უბრალოდ მსურს რომ ის რაც მე ვიცი ამ საჰაერო ხომალდის შესახებ გაგიზიაროთ. სამოქალაქო ავიაციის მოყვარულებს ასევე მოგიწოდებთ რომ შეუერთდეთ ჩვენს ვირტუალურ ავიახაზებს SkyCap Georgia, სადაც თქვენ შეძლებთ შეასრულოთ ფრენები ონლაინ, იქონიოთ ურთიერთობა დისპეჩერებთან, გაიცნოთ უამრავი საინტერესო ადამიანი და ასე შემდეგ. ვებგვერდის მისამართს, სადაც შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ, ასევე ვიდეოს აღწერაში დავწერ. მაშასე ჩვენ ვიმყოფებით კაპიტნის სავარძელში, მოდი ჩავწიოთ ჩვენი მართვის ბერკეტი ქვევით, იმისათვის რომ უკეთ დავინახოთ რა ინსტრუმენტები აქვს ჩვენ კაპიტანს საჰაერო ხომალდის სამართავად და მოდი დავიწყოთ მიმოხილვა მარცხნიდან მარჯვნივ. პირველ რიგში რაც ჩვენ თვალში ხდება, ეს არის ჩვენი საათი, რომელსაც გააჩნია ასევე ქრონომეტრი. ჩვენ ვხედავთ, როდესაც ვაწვევით ქრონომეტრს, იგი განულდა, ხოლო ხელახალი დაჭერის შემთხვევაში იგი იწყებს ჩვენი ფრენის დროის ათვლას. შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ მიზნით, შეგვიძლია მას სხვა დანიშნულებაც მივანიჭოთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ღილაკები, რომლებიც აკონტროლებს ჩვენს დროსა და თარიღს. შეგვიძლია დისპლეიზე გამოვიტანოთ როგორც ციფრული დრო, ასევე თარიღი, დღე, კვირა, თარიღი, დღე და წელიწადი, ასევე საათს გააჩნია, მისი მართვის სხვადასხვა ბერკეტები, შეგიძლიათ ეს თავადაც გამოიკვლიოთ და მიხვდეთ აქ რა როგორ არის. მის ქვევით არის განლაგებული წინა ორიენტირებადი თვალის მუშაობის რეჟიმი, ნორმალური და ალტერნატიული, რომელიც მუშაობის ნორმალურ რეჟიმში უნდა იყოს ნორმ და დაცული. მას ქვევით ასევე არის განლაგებული პატარა პანელი, რომელიც ჩვენ call signs ასახავს. წამოვიდეთ მარჯვნივ, ჩვენ გვაქვს ორი მულტიფუნქციური დისპლეი, რომელიც გამოიყენება ნავიგაციისათვის და არის ყველაზე ძირითადი დისპლეები. მოცემულ შემთხვევაში გამოტანილია დისპლეებზე ყველაზე ძირითადი ინფორმაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ხომალდის მართვისათვის. ეს არის primary flight display, ანუ ფრენის ძირითადი დისპლეი და navigational display, ნავიგაციური დისპლეი, ასე ვთქვათ. Primary flight display-ზე ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული pitch ladder-ი, არის გამოტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიჩქარეს, სიმაღლის შესახებ, ბარომეტრული წნევის შესახებ, ავტოპილოტში შეყვანილი ინფორმაციის შესახებ, ასევე აქ გამოდის სხვადასხვა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა რეჟიმში მუშაობს ჩვენი ავტოპილოტი. აქვე ასევე გვაქვს ესეთ ერთგვარი კომპასი, რომელიც მიგვითითებს საით მივფრინავთ და ასე შემდეგ. ნავიგაციურ დისპლეიზე ხორციელდება ჩვენი საჰაერო ხომალდის სივრცეში ნავიგაცია, ეს არის სუფთა GPS კოორდინატებზე და მარშრუტზე გათვლილი რუკა, ანუ Z-ხედი არის პრინციპში. აქ ასევე გამოტანილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლეგენდა, რაც აუცილებელი არის სივრცეში ნავიგაციისათვის. რა თქმა უნდა, ვინაიდან ამ ორ დისპლეის ეწოდება multi-picture display, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ინფორმაცია გამოვიტანოთ. ამ ინფორმაციის გამოტანაზე პასუხისმგებელი არის AES-2 გადამრთველი. რა თქმა უნდა, ხომალდში გარდა ამ ორი დისპლეისა არის კიდევ სხვა დისპლეები. ჩვენ შეგვიძლია ერთი მეორით ჩავანაცვლოთ ესა თუ ის დისპლეი, სწორედ აი ეს გადამრთველები უზრუნველყოფენ ამას. მაგალითად, თქვენ ხედავთ, რომ ცენტრალურ დისპლეიზე გამოტანილია მარცხენა მარჯვენა ძრავის პროცენტული მაჩვენებელი, ბრუნის პროცენტული მაჩვენებელი, ამ ეტაპზე 20%-ზე არის ჩვენი ძრავი გაჩერებული. რაც idle ბრუნი არის, ანუ ეს არის ის მინიმალური ბრუნი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ძრავმა თავისი თავი ბრუნვაში უზრუნველყოს.
რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ქვედა lower display unit ანუ IM display unit-ზე გადავიტანოთ navigational display, მაგალითად გადავრთავთ აქეთ და ჩვენ ხედავთ რომ ამ display-ზე გადავიდა navigational display. შეგვიძლია ასევე engine priority გადავიტანოთ და უკვე ეს display ჩამოხდება ქვევით. ნორმალურ რეჟიმში არის აი ასე გამოიყურება ეს. თუმცა მასზე დამატებითად ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მონაცემები გამოვიტანოთ, მაგალითად ჰიდრავლიკური წნევა, სხვადასხვა სისტემები და ასე შემდეგ. აი მაგალითად როგორც ახლა ეს აქ არის. ამაზე ცოტა უფრო მოგვიანებით. ახლა მოდი ჩავიხედოთ რა ხდება ქვევით. ქვევით ჩვენ გვაქვს ჩვენი პანელებისა და სხვადასხვა ხელსაწყოების განათების ფარი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მე ცოტა კამერას ზევით ავწევ. main panel აქ აწერია, მისი დატრიალების შემთხვევაში თქვენ ხედავთ რომ ესეთი ერთგვარი background განათება ინთება აბსოლუტურად ყველა ინდიკატორზე, რომელსაც გააჩნია ესეთი ფონური განათება, მათ შორის აი მაგალითად აქ თქვენ ხედავთ სხვადასხვა ციფრები. ასევე აქ არის არამხოლოდ ამ ხელსაწყოების განათების, background-ული განათების გადამრთველი, ასევე ჩვენ გვაქვს მაგალითად ნებისმიერი მულტიფუნქციური display-ის კონტრასტულობის პოტენციომეტრი, მაგალითად აი lower display unit brightness შეგვიძლია შევხედოთ ამის დატრიალების შემთხვევაში იცვლება კონტრასტულობა და სიკაშკაშე ამ ქვედა display-ზე, ასევე არის, მაგალითად, აი ეს, ხო? შეესაბამება ყოველ display შესაბამისად თავისი გადამრთველი. აქ ასევე არის ზოგადი განათება, flat ფარები და background-ული ფარები, რომელიც ანათებს ჩვენ კოკპიტის სხვადასხვა პანელებს ზოგადად. სულ ეს არის პრინციპში, რაც აქ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი განათებათა ფართან მიმართებაში. მასთან არის განლაგებული ერთგვარი კალკულატორი, როგორც მე მას ვეძახი, თუმცა მას სინამდვილეში ქვია flight management system and flight management computer, რაც ითარგმნება როგორც ფრენის მართვის კომპიუტერი და ეს არის ჩვენი თვითმფრინავის ტვინი. გულისხმობ ნავიგაციას, მისით ხორციელდება ყველა წინა დაგეგმილი მარშრუტის განხორციელება, ყველა წინასწარ დაგეგმილი ფრენის განხორციელება, მასში შეყვავს ავტოპილოტის სხვადასხვა მაჩვენებლები, მასში შეყვავს ყველა ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც ფრენის უსაფრთხოებისათვის არის საჭირო. მაგალითად, ჩვენ თვითმფრინავის წონა, რამდენი მგზავრი გვყავს, რამდენი საწვავი გვაქვს, რამდენი ტვირთი გვაქვს, ტვირთის გადანაწილება წინა და უკანა ფიუზლაჟის წინა და უკანა ნაწილებში, ასევე შეყვავს მარშრუტი, შეყვავს სხვადასხვა სანავიგაციო წერტილები, შეყვავს აფრენის დაშვების სიჩქარეები, შეყვავს ფრთაუკანების გამოშვების დონე, აფრენისას, დაშვებისას, აფრენის სიჩქარე, დაშვების სიჩქარე, მოკლედ ყველაფერი ხორციელდება აი ამ მოწყობილობით. რა თქმა უნდა, მასთან იგი შემული არის მთელი თვითმფრინავის ყველა სხვა სისტემასთან და ვახორციელებთ რა ოპერაციას FMC-ზე, ასე ვთქვათ, flight management computer-ზე, შესაბამისად იცვლება ლეგენდა ამა თუ იმ მულტიფუნქციურ display-ზე და არა მხოლოდ იქ, არამედ წინ ავტოპილოტის dashboard-ზეც, რომელიც არის აი ეს ნაწილი ჩვენი თვითმფრინავისა, მაგრამ სანამ მის განხილვას შევდგებოდით, მოდი კიდევ ვნახოთ რა ღილაკები გვაქვს აქ. ვახსნეთ რა ავტოპილოტი და FMC, უნდა მივაქციოთ ყურადღება აი აქ სამ გადამრთველს, რომელიც არის ინფორმაციულ საგანგაშო ნატურა ღილაკები, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან ავტოპილოტზე და ავტოსროთლზე, ავტოპილოტ ღილაკი და ავტოსროთლის ღილაკი და ასევე FMC-ის ღილაკი. როდესაც მაგალითად ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე ავტოპილოტიდან გადავართობთ მანუალურ რეჟიმზე ხომალდის მართვას, შესაბამისად ეს ნატურა ინთობა, შესაბამისი ხმოვანი სიგნალი გამოდის. ან როდესაც რაიმე ინფორმაციის შეტყობინება უნდა ჩვენთვის კომპიუტერს, ასევე ინთობა ერთ-ერთი მათგანი ნატურა. ხშირად FMC-ის ნატურა იწყებს ხოლმე ყვითლად განათებას. ჩვენ შეგვიძლია დავტესტოთ, აქ ხედავთ ტესტ აწერია 1 და 2, ორნაირი ტესტი არსებობს ამ ნატურების, რისთვის ხდება ეს? იმისათვის რომ სანამ გავფრინდებით
შევასრულებთ ფრენას, ვნახოთ, რომ ეს ნათურები გამართულია, როდესაც პირველ რეჟიმში გადავრთავთ, ვნახავთ, რომ ნათურები ინთობა ყვითელფრად, ხოლო როდესაც მეორე რეჟიმში გადავრთავთ, ვნახავთ, რომ ორი ნათურა წითელია, ერთი ნათურა ყვითელია, იმიტომ რომ ავტოპილოტს და ავტოსროთლს აქვს განათების ორი რეჟიმი, წითელი და ყვითელი, ხოლო FMC ყოველთვის ყვითლად ანათებს. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავტესტოთ ჩვენს საჰაერო ხომალდში არსებული აბსოლუტურად ყველა ნათურა, რომელიც ანათებს. ეს არის ეს lights test რეჟიმში გადავრთოთ და ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა ნათურა, რაც კი არსებობს ჩვენს ხომალდში აინთო, შეგვიძლია ავიხედოთ overhead panel-ზეც, შევხედოთ აქ რა ხდება. overhead panel-ზეც თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა ნათურა არის ანთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი არის გამართული. დავაბრუნებთ ისევ ოპერირების ჩვეულ რეჟიმში, გადმოვრთავთ bright ან dim, რაც ნიშნავს, რომ უფრო ფერმკრთალი და უფრო კაშკაშა განათება. შესაბამისად ვაყენებთ როგორც ჩვენ გვსურს და გადმოვინაცვლეთ ცოტა უფრო მარჯვნივ იაუდამფერ მაჩვენებელი, რაც არის ჩვენი კილის ანუ ყაფის მაჩვენებელი, გამოიყენება ძირითადად ავტოპილოტის დახმარებისათვის. აქ ასევე გვაქვს pitch-ledder-ი უფრო გამარტიებულ რეჟიმში, არის კომპასი, რომელსაც გააჩნია ასევე ნაწილობრივ ითავსებს, ნაწილობრივ არა პრინციპში სრულად ითავსებს ვორის ფუნქციას. და გადმოვინაცვლოთ უკვე ცენტრალური პანელისკენ, სადაც მე უკვე ვახსენე, რომ ჩვენ გვაქვს აქ მაგალითად ძრავების ინდიკატორი, საწვავის რაოდენობა, მარცხენა მარჯვენა ძრავის მაჩვენებლები, გარე ტემპერატურა და ასე შემდეგ. ამაზე დეტალურად უფრო მოგვიანებით, როდესაც ფრენას შევასრულებთ. მნიშვნელოვანი მომენტი ერთი არის ის, რომ უნდა მივაქციოთ ყურადღება მაგალითად ჩვენს ქვედა display units, სადაც ჩვენ შეგვიძლია multiple ხედავთ აწერია MFD და ჩვენ შეგვიძლია აქ გამოვიტანოთ სხვადასხვა მაჩვენებლები, მაგალითად engine, მაგალითად სისტემები გამოვიტანოთ, შეგვიძლია ასევე გამოვიტანოთ რატომაც ეს არ მახსოვს აქ რას აკეთებს, თუმცა უნდა მუშაობდეს წესით. მოკლედ, შეგვიძლია სხვადასხვა მონაცემები გამოვიტანოთ, შეგვიძლია ასევე გამოვიტანოთ ამ დისპლეიზე fuel flow reset rate, რამდენი საწვავი იხარჯება, ან რამდენი დაიხარჯა უკვე. შეგვიძლია გამოვიტანოთ ესა თუ ის მაჩვენებელი და მნიშვნელოვანი გადამრთველი კიდევ რაც აქ გვაქვს, ეს არის ავტოდამოხრუჭების გადამრთველი, მას გააჩნია 4 რეჟიმი და RTO ჩვეულებრივ არის off-ზე, მაგრამ შეგვიძლია დავაყენოთ დანარჩენ 4 მაჩვენებელზე 1, 2, 3 და 4, რისთვის გამოიყენება იგიახლავე გეტყვით, იგი გამოიყენება, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ დაშვებას და ხდება touchdown-ი, ანუ ვეხებით უკვე ასაფრენ ბილიქს და უნდა გავახორციელოთ სრული დამოხრუჭება. რა თქმა უნდა, სანამ ჩვენ, ესე იგი, ჩვენ პედლებს მივაწვევით და დავამოხრუჭებთ, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდევაც ავტოდამოხრუჭება, რაც იმას ნიშნავს, რომ რა დონეზეც ჩვენ გვაქვს გადართული სწორედ იმ დონეზე დაიწყებს ჩვენ თვითფრინავი დამოხრუჭებას, თუ ჩვენი ასაფრენი ბილიკი არის საკმაოდ გრძელი, მაგალითად 3 კილომეტრიანი, 3 კილომეტრნახევრიანი, მაშინ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენი მოხრუჭები მაქსიმუმზე არ დავაყენოთ, იმის რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი ხომალდის საბურავებს, გავუფრთხილდეთ ხუნდებს, არამედ დავაყენოთ ერთზე, მაგრამ თუ მაგალითად ვეშვებით პირობითად ბათუმის აეროდრომში, რომელიც შედარებით მოკლეა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო მეტი მოხრუჭები დავატანოთ, იმისათვის რომ ხომალდმა დამოხრუჭება მოასწროს. შესაბამისად, აქ ანათებს ნათურა, რომელიც auto brake disarms გვიჩვენებს. მის მარჯვნივ არის განლაგებული ჩვენი ფრთაუკანების გამოშვების დონე. გრადუსებში 1, 2, 5 და 40-მდე, თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფრთაუკანის ბერკეტი, რომელიც გვიჩვენებს რამდენ გრადუსი არის გადაწეული, მაგალითად მე გადავრთავ ახლა 5-ზე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ სულ ცოტა ხანში ეს ის არის დაიწყებს მოძრაობას, თქვენ ხედავთ აქ აინთო შესაბამისი საგანგაშო, ინფორმაციული ნათურა და ის არის წავიდა, უნდა გაჩერდეთ 5%-ზე. როდესაც გამოშვებულია უკვე მწვანე დაინთო, შეგვიძლია დავაბრუნოთ ისევ flaps up 0 გრადუსზე და თქვენ ხედავთ, რომ ფრთაუკანებმა ისევ დაიწყო საწყის პოზიციაში გადაადგილება.
მის მარჯვნივ არის განლაგებული ჩვენი შასის ბერკეტი, რომელსაც გააჩნია 3 პოზიცია, up, off და down, ასევე აქვს landing gear, ქვევით არის მითითებული სხვადასხვა ლიმიტები და შეზღუდვები, რაც შეიძლება რა დატვირთვათ შეიძლება მიიღოს ჩვენმა შასი. მის ზევით არის ბერკეტის ზევით არის განლაგებული 3 ინფორმაციული ნათურა, რომელიც გვიჩვენებს მარცხენა უკანა, მარჯვენა უკანა და წინა თვლის გამოშვებულია თუ შეკეცილია შესაბამისად. ამ შემთხვევაში სამივე გამოშვებულია მწვანე თანათებს, ხოლო თუ ეს 3 ნათურა არის და 3 ნათურა არის ყვითლად ანთებული, ესე იგი შასი შეკეცილია. თუ ნაწილობრივ არის მაგალითად 2 ანათებს ან მხოლოდ 1 ანათებს, შესაბამისად რაღაც პრობლემა მოგვაქვს და ყურადღებას ითხოვს ჩვენი შასი. გადმოვინაცვლეთ უკვე ჩვენი პირველი ოფიცრის სავარძელზე, რომელიც თითქმის იდენტურად იმეორებს კაპიტნის მხარეს. რა თქმა უნდა, პირველ ოფიცერს შეუძლია თვითონაც შეუძლია დააყენოს თუ რა გამოიტანოს მულტიფუნქციურ დისპლეებზე, მასაც ასევე გააჩნია თავისი FMC, რომელიც პრინციპში იმეორებს იმას, იგივეს იმეორებს, რასაც კაპიტანი ხედავს, თუმცა მასაც შეუძლია გარკვეული ცვლილებები ფრენაში და თვითონაც მართოს ფრენის სხვადასხვა მონაცემები იქნება თუ სისტემები. განსხვავებით კაპიტნისგან, რომელსაც უფრო ვრცლად აქვს განათების ფარი ჩამოყალიბებული, პირველ ოფიცერს მხოლოდ რამოდენიმე კონტროლი გააჩნია. გადავინაცვლოთ ზედა პანელზე, რომელსაც ეწოდება ავტოპილოტის დეშბორდი, ზუსტად არ მახსოვს სიმართლე რომ გითხრა რა ქვია მას, როგორაც შესაბამისი აბრევიატურა აქვს ინგლისურად, მაგრამ თქვა ტორპედო, ხო? დავიწყოთ მარცხნიდან მარჯვნივ. საგანგაშო ნათურა ხანძრისა, fire warning, full reset. მის მარჯვნივ არის განლაგებული master caution, რომელიც ზოგადად ინფორმაციულ საგანგაშო ნათურა არის. თუ რაიმე სისტემა აქვს ხარვეზი ან ჩავარდნილია, ამ შემთხვევაში ჩვენი master caution-ი აუცილებლად ამის შესახებ გვაუწყებს, აინთება ყვითლად. მასთანვე არის ასევე განლაგებული ასეთი ნათურა, ინფორმაციული ნათურა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემების ხარვეს გვიჩვენებს, მაგალითად flight control, ანუ სხვადასხვა ფრენის მართვის სხვადასხვა ზედაპირები, მაგრამ ელერონები და ასე შემდეგ, ARS-ი, საწვავი, ელექტრონიკა, დამხმარებლების ბლოკი, ან თუ რომელიმე სისტემა გადახურებულია, მაგალითად პიტოტები ან პროფიტები და ასე შემდეგ. ასევე ანთებს ინთება master caution-თან ერთად. თუმცა შეიძლება მოხდეს ისე, რომ master caution-ის ნათურა აინთოს ისე, რომ აქ არაფერი არ აინთოს. ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გვექნება დამატებითი ინფორმაცია გამოტანილი overhead panel-ზე, იქნება ანთებული ესა თუ ის ნათურა, რაც master caution-თან ერთად გვეუბნება, რომ ესა თუ ის სისტემა ითხოვს ჩვენს ყურადღებას, ან გვაქვს რაიმე ხარვეზი. გადმოვინაცვლოთ ცოტა უფრო ცენტრისკენ, დავიწყოთ აი ამ ბლოკის მიმოხილვით. ეს ბლოკი უშუალო კავშირში არის ჩვენ მულტიფუნქციურ დისპლეებთან, გვეხმარება უფრო უკეთესად გავიგოთ რა ხდება ჩვენ სივრცეში, მაგალითად მოდი დავიწყებ აი ამ მაჩვენებლებით, ცენტრალური მაჩვენებლებით, არ შევეხები VOR1 და ADF-ს, ეს არის ის ინფორმაცია არის გამოტანა ჩვენ შეგვიძლია ქვედა დისპლეებზე, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მაგალითად AS2 გადამრთველი. მოდი შევხედოთ მათ ცოტა გვერდიდან, რათა დავინახოთ როგორ გამოიყურებიან ისინი. პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ, ეს არის ჩვენი მასშტაბი 5, 10, 20 და 320 უკაცრავად 640 მილის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ ჩვენი მასშტაბი. რა თქმა უნდა, ვაყენებთ ისე როგორც ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია, ამ შემთხვევაში მოდი დავაყენოთ 40 მილზე. მას ასევე გააჩნია ერთი ესეთი ღილაკი, რომელიც გვიჩვენებს თუ რაიმე ტრაფიკი არის ჩვენი რადარის თვალთახედვაში, იგულისხმება თუ რომელიმე საჰაერო ხომალდი კვეთ ჩვენ საჰაერო სივრცეც ან იმყოფება ჩვენთან სიახლოვეში, ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი რგოლების მაჩვენებლებით დავინახოთ 10, 20, 30 და 40 მილის დაშორებით თუ მასშტაბს გავждით. რა თქმა უნდა, შესაბამისად ამის მასშტაბიც გაიზრდება, აქ უკვე 20, 40, 60 და 80 მილია. ნაჩვენები გადმოვინაცვლოთ მის მარცხნივ არსებულ
გადამრთველზე, რომელიც გვიჩვენებს რა რეჟიმში შეიძლება იმუშაოს ამ ჩვენმა დისპლეიმ. აქვს 4 ფუნქცია approach-ი, რომელიც გულისხმობს უშუალოდ უკვე დაჯდომის წინა პანელი არის, თუმცა იშვიათად ვიყენებ მე მას, გამოიყენება იოლად ასაფრენ-ბილიგზე, რომ უფრო იოლად შევიდეთ, გლისადაზე უფრო იოლად დავჯდეთ, შესაბამისი ეს კურს გლისადის მაჩვენებელი აქვს. VOR-ი ვორზე რომ გავსწორდეთ, map სტანდარტული რეჟიმი, რომელიც Z-ხედში რუქას გვაჩვენებს და plan. ამის უპირატესობა არის ის, რომ განსხვავებით map-ისგან, მაგალითად, როდესაც ჩვენ თვითფრინავი გამოხატულია როგორც ჩვენს რუქაზე ესეთი ფიქსირებული ობიექტი ქვევით, ჩვენ შეგვიძლია plan-ზე გადავიტანოთ, სადაც უკვე ვხედავთ ჩვენ თვითფრინავი გაცენტრებულია, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენ თვითფრინავის უკან არსებული სივრცეც, ანუ რა სამარშრუტო წერტილები გავიარეთ, რა მარშრუტი არის ჩვენს უკან დარჩენილი და ასე შემდეგ. მას ასევე გააჩნია map რეჟიმში, როდესაც გადმოვდივართ, ესეთი center, ესეთი ღილაკი აქვს, რომელიც დამატებით ლეგენდას გამოიტანს ჩვენთვის, მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ჩვენ წინ არსებულ ხმელეთს, რომელიც არის ამაღლება, რა ამაღლება აქვს ამ ხმელეთს, ასევე შეგვიძლია დავინახოთ რა კურსით მივდივართ, გადაადგილება ამ კურსიდან, ანუ სკალჟენი ეგრეთ წოდებული, როგორც რუსულად ამბობენ. და ასე შემდეგ. დამატებითად, როდესაც ამ ხმელეთს ვახსენებ, მე მიმოვიხილავდი აი ამ ქვედა ღილაკებს და დავიწყებ მარჯვნიდან, იმიტომ რომ, რახან ხმელეთი ვახსენეთ, მოდი დავაწვით ამ ღილაკს, რომელსაც terrain აწერია, დავაწვით რა ამ ღილაკს, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მულტიფუნქციურ დისპლეიზე გამოვიტანთ ერთგვარ რელიეფის ერთგვარ, ტოპოგრაფიულ რუქას, რომელიც გვიჩვენებს, მაგალითად, ყვითლად არის აღნიშნული ყველა ის წერტილი, ყვითლად და წითლად, შესაბამისად არის აღნიშნული ყველა ის წერტილი, რომელიც ჩვენი საჰაერო ხომალდის ზევით იმყოფება. ამ შემთხვევაში ჩვენ ხმელეთზე ვართ, შეგვიძლია მივუახლოვდეთ და შევხედოთ მას. ეს არის ჩვენი საჰაერო ხომალდი, ჩვენ თვითფრინავი, რა თქმა უნდა, ჩვენ წინ არის მთები, რომლებიც ამ შემთხვევაში ყვითლად არის გამოხატული, ხოლო თუ მასშტაბს გავზდით, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ. მოდი გავზარდოთ ცოტა მასშტაბი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აგერ აქ ჩვენ წინ, მწვანე არის ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქვევით არის განლაგებული, ყვითელი არის ის, რაც ჩვენ ზევით არის განლაგებული და უკვე 4000 ფუტ ზევით, რაც არის ჩვენ ზევით განლაგებული, ყველაფერი წითლად არის აღნიშნული. ეს გვეხმარება იმაში, რომ როდესაც აერში ვართ, თუ რაიმე ყვითელი ან წითელი ობიექტი ჩვენს წინ გამოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე არის შეჯახების და რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავერიდოთ ასეთი ობიექტები. კარგი, გავთიშოთ terrain-ი, გავთიშოთ center-ი, გადავიდეთ ისევ plan map რეჟიმში და აქ ასევე არის position, რომელსაც ესე დამატებითი პატარა ინფორმაციული ლეგენდა გამოაქვს, ამაზე მოგვიანებით, შეგვიძლია გამოვიდეთ სხვადასხვა მონაცემები, ასევე აეროპორტები, რომლებიც ჩვენს მახლობლად არის, ამ შემთხვევაში მასშტაბს როდესაც გავზდით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ აქ არის მაგალითად, ბათუმის აეროპორტი, ტრაბზონი და ასე შემდეგ. აეროპორტის გარდა ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ასევე waypoint-ები, რომლებიც ამ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ მარშრუტი არ გვაქვს შეყვანილი, შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვადასხვა სადგურები, შეგვიძლია გამოვიტანოთ, შეგვიძლია ასევე ვაჩვენოთ თუ რაიმე შტორმი არის, თუ რაიმე ამინდის გამოტანა შეგვიძლია აქ რუქაზე და პრინციპში მე მგონი ამით ამოიწურება, რაც შეეხება მარჯვენა მულტიფუნქციურ ნავიგაციულ დისპლეიზე ინფორმაციის გამოტანას. აეროპორტებსაც გავთიშავ, მასშტაბს შევამცირებ. რა ბერკეტები გვაქვს იმისათვის, რომ მართოთ ჩვენი primary flight display და გავაკეთოთ ჩვენი ესე იგი ბარომეტრული სიმაღლის კორექცია. ამაზე მინდა ცოტაოდენი ვისაუბრო, ჩვენ გვაქვს ასეთი გადამრთველი აქ, რომელსაც აწერია ბარო და ზომავს ინჩებში და პასკალებში. ინჩებში ზომავს ჰიდრარგი რომ, ანუ თუთის, მოკლედ ინჩებში ძირითადად განიზომება ინჩებს ძირითადად ხმარობენ იმპერულ განზომილების იმპერულ სისტემაში, ხოლო პასკალებს მეტრულ სისტემაში. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ და ჩვენი ხმელეთი იყენებს პასკალებს, ხოლო თუ მაგალითად ბრიტანეთში აღმოჩნდებით, აუცილებლად ან ამერიკაში აუცილებლად გამოიყენებთ ინჩებს.
რა იგულისხმება ამაში, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ სიმაღლეს ვკრებთ, ჩვენი სიმაღლე განიზომება ბარომეტრული წნევის მიხედვით, თუმცა ხმელეთთან ყოველთვის შეიძლება გახდეს საჭირო აი ამ წნევის კორექტირება, შეიძლება ამ წნევის მცირედმა კორექტირებამ ჩვენ მოგცეს სხვაობა სიმაღლეში, თუნდაც მაგალითად 100 ფუტი ან 200 ფუტი, რაც 30 მეტრს ნიშნავს და სწორედ ამ 30 მეტრმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩვენი დაშვების, ჩვენ საჰაერო ხომალდის ბილიკზე დაშვების უსაფრთხოება. ამ გადამრთველს გააჩნია სამი ესეთი ღილაკი, ერთი არის სვიჩი ინჩებსა და პასკალებს შორის, შესაბამისად, როდესაც ინჩებში ვrთავთ და პასკალებში ვrთავთ, აქ 10-13 პასკალს გვეუბნება, აქ კიდე 29-92 ინჩი. შეგვიძლია ასევე მოვახდინოთ სიმაღლის კორექტირება, თქვენ ხედავთ აქ 1660 ფუტი არის ახლა ჩვენი სიმაღლე თბილისის აეროპორტის ამაღლება ზღვის დონიდან. თუმცა, როდესაც ჩვენ გარკვეულ სიმაღლეს მივაღწევთ, ანუ 10000 ფუტს როდესაც ავსვდებით, ანუ transition altitude ეწოდება, მაგალითად ამერიკაში 18000 ფუტია, საქართველოში თუ არ ვსვდები 7000 ფუტია, როდესაც ამ სიმაღლეს ავსვდებით, უკვე აი ეს კორექტირებული სიმაღლე, რომელზეც მე ვისაუბრე, ხმელეთთან არსებული წნევა უკვე იმდენად უმნიშვნელო ხდება, რომ ჩვენ ავტომატურად ვერთობით სტანდარტულ რეჟიმში ვაწვევით STD და უკვე სიმაღლეს კორექტირება ხდება უბრალოდ ზღვის დონიდან. ამ შემთხვევაში ყვითლად ანათებს აქ STD, იმიტომ რომ ხმელეთზე ვართ, მწვანედ გაანათებს მას შემდეგ, როდესაც ავსვდებით პირობითად 18000 ფუტს. მის მარცხნივ არის განლაგებული ღილაკი, რომლებსაც შეუძლიათ ის ფუტები, რა ფუტებში ის ამაღლება ზღვის დონიდან, რაც ჩვენ ახლა გაგვაჩნია 1640 პირობითად მეტრებში გამოსახოს, ეს არის თითქმის 500 მეტრი. ასევე თქვენ ხედავთ აქ ავტოპილოტის მიერ, სისტემაში შეყვანილი სიმაღლე, რომელიც იასამნისფრად არის და სიჩქარეც ასევე, რომელიც იასამნისფრად არის გამოსახული მეტრებში გამოგვისახა, თუ გჭირდება მეტრებში, მაშინ მეტრებში იყოს, თუ არ გჭირდება, მაშინ იყოს ფუტებში. არ შევეხები ამას, იმდენად რამდენადაც ამ შემთხვევაში დიდად მნიშვნელოვანი ეს გადამრთველი არ არის, წავალ უფრო მნიშვნელოვანი მონაცემთა პანელისაკენ, რომელიც არის ჩვენი ავტოპილოტის მართვის ძირითადი პანელი. ჩვენ აქ გაგვაჩნია კურსი, რომელიც ასევე მეორდება, კურსის ინდიკატორი და მისი ცვლილების ერთგვარი ბერკეტი. ეს სატრიალო, რაც არის მართავს ამ კურსს, იგივენაირად გჩნია კურსის მაჩვენებელი და გადამრთველი მეორე პილოტს. მასთან არის განლაგებული flight director, რომელსაც გააჩნია on და off პოზიცია. მის ზევით არის ერთი პატარა ნათურა, რომელსაც ეწერება MA, რაც ნიშნავს master. რატომ? იმიტომ რომ იგივენაირი გადამრთველი აქვს მეორე პილოტს, თუ პირველი ჩართავს flight directors კაპიტანი, მაშინ მასტერი აინთობა, ძირითადი flight director იქნება კაპიტნის მხარეს, ხოლო თუ მას პირველი ჩართავს მაგალითად პირველი ოფიცერი, მაშინ მასტერი იქნება უკვე მასზე. ოპერირების ჩვეულ რეჟიმში ორივე ჩართული უნდა იყოს. ასევე ჩვენ აქ გვაქვს auto throttle, ნიშნავს ასე ვთქვათ, ავტოგაზი, ავტოპილოტის, როდესაც ავტოპილოტი ჩართულია, აუცილებლად ავტოარმია ჩართული უნდა იყოს, იმისათვის რომ ჩვენმა კომპიუტერმა ავტომატურად მოახდინოს გათვლა იმ გაზისა, რაც საჭირო არის, რომ შევინარჩუნოთ შესაბამისი სიჩქარე, რაც ასევე წინასწარ გვაქვს შეტანილი კომპიუტერში და იფრინოს იმ სიჩქარით, რაც ჩვენ გვჭირდება, მოკლედ რომ ვთქვათ. მარჯვნივ არის განლაგებული ასევე ამ auto throttle arm-თან ერთად, თქვენ ხედავთ, ასევე ინტეგრირებულად არის განლაგებული სიჩქარის მაკონტროლებელი სხვადასხვა ბერკეტები და ავტოპილოტის სიჩქარის მიმართულება, ასე ვთქვათ, სიჩქარის განხრით ავტოპილოტის მუშაობის რეჟიმი. ავტოპილოტის სიჩქარე, რომელიც indicated airspeed-დან მახებში გამოიხატება 100 კვანძი ამ შემთხვევაში. შეგვიძლია ვმართოთ ეს სიჩქარე ამ გადამრთველით, ამ
ინდიკატორით არის ტოგაღილაკი, რომელიც აფრენისას მიუთითებს, რომ როდესაც ჩვენ მას აფრენისას დავაწვევით, როდესაც ბილიკზე ვდგავართ, ჩვენ კომპიუტერს ვეუბნებით, რომ გვინდა აი აქ მითითებული სიჩქარით ვიფრინოთ, ამისათვის გამოიყენე ძრავის იმდენი რესურსი, რამდენიც საჭიროა, რომ აი ეს სიჩქარე შევინარჩუნოთ, ამ ღილაკის დაჭერით სწორედ ამას ვეუბნებით ჩვენ კომპიუტერს, მის მარჯვნივ არის განლაგებული სპირვიან ღილაკი, რომელიც დაჭერის შემთხვევაშიც მაგალითად ჩვენ მიფრინავთ გარკვეული სიჩქარით, აქ იმ სიჩქარით რაც აქ მითითებული არის, ჩვენ შეგვიძლია ეს სიჩქარე შევცვალოთ, მიუთითოთ ნებისმიერი მაჩვენებელი, მაგრამ ეს სიჩქარე ავტომატურად არ შეიცვლება, სანამ ჩვენ ამ speed intervention-ს არ დავაწვევით, ანუ ამ ღილაკის დაჭერით ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს ავტოპილოტში ჩარევას და შესაბამისი სიჩქარის შეცვლას. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვანაირად მოვახდინოთ ჩვენი სიჩქარის მართვა, მაგალითად აქ არის speed n1 speed გადამრთველი ღილაკი, ასევე არის level change, ასევე არის ვინავი. ვინავი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღილაკი ავტოპილოტის მუშაობაზე, ესეთი მნიშვნელოვანი რეჟიმი. და როდესაც ამ საკითხს ვეხები, უნდა ვახსენო ვინავი, უნდა ვახსენო ელნავთან ერთად. ვინავი და ელნავი განაგებენ ჩვენი საჰაერო ხომალდის სივრცეში ნავიგაციას, ზოგადად ეს არის მთელი ავტოპილოტი, რასაც ავტოპილოტის მთლიანი შემადგენელი ნაწილი ეს არის ვინავი და ელნავი. ვინავი იღებს თავის თავზე სიჩქარეებს, სიმაღლეებს, ხოლო ელნავი იღებს თავის თავზე GPS კოორდინატებზე მუშაობას. ანუ ვინავი განაგებს ჩვენ სიჩქარეს და სიმაღლეს, წინასწარ შეტანილი კომპიუტერში წინასწარ შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო ელნავი განაგებს ჩვენს სივრცეში ნავიგაციას, სხვადასხვა GPS კოორდინატებზე, სხვადასხვა სტარებზე თუ სხვადასხვა პოინტებზე, ასე ვთქვათ, ნავიგაციას იღებს საკუთარ თავზე. ვორლოკი ეს არის ასევე კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ უშუალოდ ვორზე ნავიგაციისათვის, ან ვიყენებთ დასაჯდომად იმისათვის, რომ აეროპორტის ვორის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. Approach-ი არის უკვე ყველაზე ბოლო ღილაკი, რომელიც გამოიყენება უშუალოდ უკვე გლისადაზე შესვლისას და საჰაერო, ესე იგი, ასაფრენ ბილიკზე დაჯდომისათვის. ასევე გვაქვს heading select-ი, შეგვიძლია საერთოდ მოვაცილოთ ეს ვინავი და ელნავი, უბრალოდ ავირჩიოთ რა კურსითაც, რა მიმართულებითაც გვინდა, რომ ჩვენ თვითფრინავს ყოველთვის კონდეს შენარჩუნებული თავისი ცხვირი, ანუ რა მიმართულებითაც გვინდა, რომ ჩვენი ხომალდი მიფრინავდეს, ვაწვევით heading select-ი და უკვე ელნავი ითიშება, ვინავი შენარჩუნდება, იმიტომ რომ ვინავთან heading select-ი კავშირში იმდენად არ არის. ელნავს თიშავს და მიფრინავს ამ მითითებული მიმართულებით. მის მარჯვნივ არის განლაგებული სიმაღლის ინდიკატორი, რომლის შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია აი ამ დასატრიალებელი ღილაკით, იგივენაირად როგორც სიჩქარეში ჩარევა ხორციელდებოდა speed intervention, შეგვიძლია მიუთითოთ, შეგვიძლია გამოიყენოთ altitude intervention, შეგვიძლია ჩვენს ავტოპილოტს ვუთხრათ, რომ აი სიმაღლე რა სიმაღლეც მაქვს დაყენებული, აი ამ სიმაღლეზე იფრინე. შეგვიძლია ასევე ეხლა ჩვენი გაგვექცევა თვითფრინავი. და ჩავრთოთ მუხრუჭი, რომ არ შევეჯახოთ. ლამის შევასკდით. ესე იგი, გავაგრძელოთ ეს თემა. ჩვენ შეგვიძლია ასევე უთხრათ ჩვენს კომპიუტერს, რომ გვინდა გარკვეული სიჩქარით, მაგალითად, აქ ჩვენ ხედავთ არის ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებელი. ასევე არის აქ VS, რის მეშვეობითაც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს საჰაერო ხომალდს, რომ მაგალითად 100 ფუტით წუთში 100 ფუტით მივდიოდეთ კაბრირებაში, ან პირიქით 400 ფუტით წუთში მივდიოდეთ პიკირებაში. შემდეგ ამ კვალს გაყვება სწორედ ჩვენი ავტოპილოტი. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მაგალითად მიუთითოთ, რომ გსურს ამ სიმაღლეზე ფრენა და ამ სიმაღლეზე გვინდა ავიდეთ აი ამ სიჩქარით, მაგალითად წუთში, რომ ვიმატებდეთ 200 ფუტს.
ან 1000 ფუტს, 2700 ფუტს, ან რასაც მიუთითებთ, შესაბამისად იმ სიჩქარით გვინდა რომ ავიდეთ აი ამ სიმაღლეზე. ეს არის ავტოპილოტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები. ზოგადად მთლიანი ავტოპილოტის ჩართვა ხორციელდება აი ამ გადამრთველებით Autopilot Disengage A და B, კაპიტნის მხარე და პირველი ოფიცრის მხარე, სადაც შეგვიძლია CMD 1 ჩავრთოთ და disengage ხორციელდება, ავარიული disengage აი ამ გადამრთველით. თქვენ ხედავთ, გესმით ახლა ეს ხმა, რომელიც დააკაინთო უკვე ეს ორი ნათურები, იმიტომ რომ ავტოპილოტი ჩავრთე და შემდეგ ავარიულად გამორთე, ავარიულად თუ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ავტოპილოტი ეთიშება, ასეთი საგანგაშო ნათურები ინთება აქ და შესაბამისად ეს ხმოვანი სიგნალიც გვესმის. არ მიმოვიხილავ ამ ბლოკს, იმიტომ რომ აბსოლუტურად იდენტური არის იმ ბლოკისა, რაც კაპიტნის მხარეს არის და ვფიქრობ, კარგი დრო არის რომ ჩამოვინაცვლოთ ცოტა ქვევით, შევხედოთ ჩვენი ხომალდის ზედაპირების რა მართვის ბერკეტები გაგვაჩნია. პირველი ეს არის ჩვენი სროთლი, რომელიც გააჩნია აქ ღილაკი, მაგალითად თუ ავტოპილოტის რეჟიმში მივფრინავთ, შეგვიძლია ამ ღილაკს დავაწვეთ, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა მიცის ხოლმე და ავტოპილოტი გავთიშოთ. უბრალოდ სროთლი ჩვენ თავზე ავიღოთ. გააჩნია რევერსი, ეს არის ძრავის შებრუნებული მუშაობა, იმის ნაცვლად რომ უკან დაუბეროს ჰაერი წინ დაუბერავს. თქვენ გესმით კიდევაც ეს ხმა. ასევე გვაქვს ტრიმერი. ტრიმერს აქვს ერთგვარი მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს რა პოზიციაში არის ჩვენი ტრიმერი. გვაქვს speed brake-ი, ანუ სპოილერები, arm პოზიცია და შესაბამისად უკვე რამდენზეც არის გამოშვებული იმის მაჩვენები. ასევე, როდესაც ჩვენ სპოილერებს ვუშვებთ, შესაბამისი ნათურა ინთება წინ, თუმცა აღარ მახსოვს რომელი ნათურა არის ზუსტად. სიმართლე გითხრათ, კარგი, დავივიწყოთ ეს ამბავი, შემოგვიანებით დაუბრუნდებით ამას. arm პოზიციაში და off პოზიციაში გადავიყვან ახლა, ეს არის arm პოზიცია, რაც ახლა არის და off პოზიციაში გადავედით. პარკინგის მუხრუჭი, რომელიც ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ თვითფრინავი არ გაგვექცეს. ხედავთ აქ ორი გადამრთველი არის, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვაწვდით საწვავს მარცხენა ძრავს და შესაბამისად მარჯვენა ძრავს, იმისათვის რომ ძრავები გავთიშო უბრალოდ ამ საწვავის მიწოდებას მოვაყოთ, გადავინაცვლოთ პირველი ოფიცრის მხარეს. ფრთაუკანების გამოშვების პროცენტული უკაცრავად ფრთაუკანების მაჩვენებელი გრადუსებში. შესაბამისი ინდიკატორით, ანალოგური ინდიკატორით უკვე განსხვავებით იქ ციფრული ინდიკატორისა, რომელიც წინ იყო აი აქ ამ ადგილას, ანალოგური მაჩვენებელი გვეუბნება რამდენ გრადუსზე არის გამოშვებული ფრთაუკანებით. ჩამოვინაცვლოთ ცოტა კიდევ უფრო ჩვენკენ, ეს არის ცეცხლმაქრი საგანგაშო სისტემა, რომელსაც გააჩნია აქ ტესტ ღილაკი, რომ ნახოთ რომ რამდენად ოპერირებადია თუ არაოპერირებადია საწვავის სისტემა, overheat, რომელსაც გააჩნია ასეთი საგანგაშო ნათურები და ხმა. ეს არის შემდეგ ცეცხლმაქრი მარცხენა, მარჯვენა ძრავისა და დამხმარე კვების ბლოკისა. ჩამოვინაცვლოთ კიდევ უფრო უკან და ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს წინაშე არის ჩვენი რადიოსიხშირეებისა და ზოგადად გარესამყაროსთან ურთიერთობის უზარმაზარი პანელი. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მიმოხილვიდან, გამოვტოვებ ის რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია მოცემული დემონსტრაციის მიზნებისათვის. ზედა მოდული ან წინა მოდული ასე ვთქვათ, პასუხსაგებს იმ რადიოსიხშირეზე, რა რადიოსიხშირითაც ჩვენ გადავცემთ და ვღებულობთ სიგნალს. მის გასწვრივ არის მოლოდინის რეჟიმში არსებული სიხშირე. ამ შემთხვევაში ჩვენი აქტიური სიხშირე არის 128.30 ჰერცი, თუ კილოჰერცი თუ მეგაჰერცი, ზუსტად არ ვიცი, მე მგონი კილოჰერცი. ხოლო მოლოდინის რეჟიმში არის 128.25. ამ ღილაკით, რომელიც ჩვენ აგვაქვს, ჩვენ შეგვიძლია გადავცვალოთ ის სიხშირეები, რა სიხშირეზე ჩვენ ვაკეთებთ ინფორმაციის გადაცემას და მიღებას. მაგალითად, თუ ერთი სიხშირე თავერს თუ უკავშირდებით და მისი სიხშირე არის ეს, შეგვიძლია შევცვალოთ სიხშირე და უკვე გავიდეთ სხვა
ობიექტზე დავაწვევით ამ ღილაკს და ერთი მეორეს ანაცვლებს, ანუ აქტიურმა გადმოილა პასიურის ადგილზე, ხოლო პასიური დაждდა აქტიურის ადგილზე და უკვე აი ამ სიხშირეზე ვახორციელებთ ინფორმაციის მიღებასა და გადაცემას. მის ქვევით არის ნავიგაციისათვის საჭირო მოდული, მაგალითად ILS-ი, VOR-ის, აქტიური სიხშირე და პასიური სიხშირე იგივენაირად მიასედებსა და სიხშირის ერთეულებს ვცვლით აი ამ ორი გადასართულით, შეგვიძლია ასევე დავაწვეთ და შევცვალოთ ესა თუ ის სიხშირეები პასიურ და აქტიურზე. გადმოვინაცვლოთ უკანა მხარეს არ მიმოვიხილავ ADF-ს, მიმოვიხილავ, აქ რა გვაქვს ჩვენ, ესე იგი აი ამ მთელი ამ ფარის განათე ფარისა და ანუ overhead panel-ზე, overhead-ზე არა, ძირითადად აი ამ ფარის განათების გადამრთველები, ახლა არაფერი არ ჩანს, იმიტომ რომ დღე არის. არ მიმოვიხილავ ასევე პირველი ოფიცრის მხარეს არსებულ მოდულებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად იგივენაირად იმეორებს იმას, რაც კაპიტანს გააჩნია. ერთადერთი რაც პირველ ოფიცერს აქვს, ეს არის კაბინიდან გასასვლელი კარის კლიტე, ამის მეშვეობით აღებს ან კეტავს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაკეტილი უნდა იყოს, როდესაც კაბინაში ვარ და მივფრინავთ. ასევე არის ანალოგი ტრიმერები, ჩვენი პრინციპში არ არის ანალოგური, ციფრული ტრიმერებია ჩვენი რადარისა, ანუ ჩვენი ყაფაზისა და ელერონებისა და ელევატორისა. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქ ცენტრალურ ნაწილში ჩვენ ხდება, ეს არის ჩვენი squawk box-ი. და მე მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რაზე არის ეს მოდული პასუხისმგებელი. მაგალითად, როდესაც ჩვენ საჰაერო სივრცეში მივფრინავთ და რადარი ჩვენ გვაფიქსირებს, იგი აქ გვიხვავს ჩვენ როგორც უბრალოდ საჰაერო ობიექტს, მაგრამ მას არ შეუძლია ჩვენი ზუსტი იდენტიფიცირება, თუმცა ჩვენ შეიძლება სიხშირეზეც ვიყოთ და ხმელეთს გადავცემდეთ სადვიმყოფებით. ამასთან ერთად ჩვენთან შეიძლება იყოს რამოდენიმე ათეული საჰაერო ობიექტი და იმისათვის რომ ხმელეთს გაუიოლდეს ჩვენი იდენტიფიცირება, ჩვენს ხმელს გააჩნია ერთგვარი მოდული, რომელიც ციფრულად გადასცემს გარკვეულ მონაცემებს ხმელეთს, რის მეშვეობითაც რადარი კომბინირებულად აი ამ ციფრულ მონაცემებთან ერთად ახორციელებს ჩვენ იდენტიფიცირებას. მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ATC 1200 გვაქვს. აქ მოცემული ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ ხმელეთს, რომ მე ესა და ეს ხომალდი მოვფრინავ მაგალითად ამ სივრცეში, ჩემი squawk box-ი არის აი ესა და ეს ციფრები, ამ შემთხვევაში 1200 და მაშინ, როდესაც რადარი ჩვენ გვასკანირებს ქვევიდან, აი ამ ციფრებით ახორციელებს ჩვენ იდენტიფიცირებას და რადარზე სწორედ აი ამ ციფრებით ჩანვართ ჩვენ. ამ შემთხვევაში უკვე ხმელეთს არ უსწრებს, რომ ჩვენ იდენტიფიცირება მოახდინოს, ზუსტად იცის, სად ვართ, ზუსტად იცის რა მიმართულებით მივფრინავთ და აღარ უწევს უკვე სხვა საჰაერო ხომალდებს შორის ჩვენი ძებნა, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამ ციფრებზე გადავცემთ. რა თქმა უნდა, მას შეუძლია გითხრას, რომ ჩვენ შეეცვალოთ ჩვენი squawk სიხშირე მაგალითად 1200-დან და აქ უკვე მე გაჩვენებთ როგორ ხორციელდება მისი შეცვლა. მარცხენა ორი სიმბოლოს ცვლილება ხორციელდება აი ამ გადამრთველებით, ხოლო მარჯვენა ორის ხორციელდება აი ამ გადამრთველებით. შეუძლია გითხრას მაგალითად, რომ ჩვენ მოვეწყოთ სიხშირეზე მაგალითად 3-2-1-1 პირობითად 2 შესაბამისად 1 და როდესაც ამ სიხშირეზე გადავართ, ხმელეთს ეს გარკვეული ინფორმაცია საწვდის. მინდა უკვე გადავინაცვლო overhead panel-ზე, ეს არის ჩვენს თავზევით განლაგებული პანელი და სანამ ამ ყველაფერს მიმოვიხილავ, რაც აქ არის, მინდა ზოგადად ვისაუბრო იმ თემაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი თვითფრინავი. რატომ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო? იმიტომ რომ ყველაფერი ის, რაც აქ ხდება, მე მინახავს მაგალითად YouTube-ზე ძალიან ბევრი ვიდეო გაკვეთილი, რომელიც გვეუბნება როგორ უნდა გაუშვათ ძრავი და გვეუბნება ჩართე ეს, მაგრამ არ გვეუბნება რატომ უნდა ჩართოთ ესა თუ ის გადამრთველი, არ გვეუბნება რატომ უნდა მოვახდინოთ ესა თუ ის ცვლილება, რატომ მაინც და მაინც ამ თანმიმდევრობით. ამიტომ პირველ რიგში მინდა ცოტა საფუძვლებზე ვისაუბრო, რომ შემდეგ თქვენ რომც არ იცოდეთ, თქვენ თვითონო ინტუიტიურად შეძლოთ
ამა თუ იმან გამოსულა თუ მაგალითად რაიმე ფეილი არის, რაიმე ხარვეზი არის, ან რაიმე პრობლემა არის აერში, თქვენ თვითონვე უკვე გეცოდინებათ ამ ხარვეზის წარმოშობის მიზეზი, რატომ მოხდა ესა თუ ის პრობლემა და შემდეგ უკვე გეცოდინებათ როგორი რეაგირება მოახდინოთ იმისათვის, რომ ამ გარკვეულ პრობლემას თავი დაახციოთ, მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე ვისაუბრებდით, მინდა აღვნიშნო კვების რანაირი სისტემები არსებობს ჩვენს თვითმფრინავში და ზოგადად როგორ მუშაობს ჩვენ თვითმფრინავი. ამისათვის მე სიმულაციას დავაპაუზებ და მოგვიანებით დავუბრუნდები. მანამდე მინდა რომ ერთ დიაგრამას შევხედოთ. ხო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ overhead პანელიდან. როდესაც მე კვებაზე ვისაუბრებ, აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას აი ამ პანელზე, რომელიც bleed air-ს, ანუ ეგრეთ bleed hire-ს ეხება და ასევე ნუ რა თქმა უნდა საწვავის ონკანებს. კარგი, სიმულაციას ვაპაუზებ და დავბრუნდებით სულ მალე. მაშასა ჩვენს თვითმფრინავს გააჩნია კვების რამოდენიმე წყარო და რამოდენიმე სახე, რა თქმა უნდა ელექტროენერგია, რა თქმა უნდა ჰაერი და ყველაზე პირველადი ელექტროენერგიის წყარო, რომელსაც ჩვენი თვითმფრინავი ღებულობს, ეს არის მისი ბატარია, ანუ მისი აკუმულატორი. თუმცა ამ აკუმულატორის სიმძლავრე არ არის საკმარისი არამც თუ იმისათვის, რომ ძრავები გაუშვათ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი საჰაერო ხომალდის ყველა სისტემა, ელექტროსისტემა ავამუშაოთ. იგი არის საკმარისი მხოლოდ იმისათვის, რომ ყველაზე პირველადი ელექტრომოწყობილობები ავამუშაოთ, რაც შემდგომში დაგვეხმარება, რომ ძრავი გაუშვათ და წყობში მოვიყვანოთ ყველა ელექტრომოწყობილობა, რაც ჩვენს ხომალდზე არის განლაგებული. მაშასე ყველაზე პირველადი, როგორც უკვე თქვი, ეს არის აკუმულატორი. აკუმულატორის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გაუშვათ დამხმარე კვების ბლოკი და ზოგადად ჩვენს საუბრობ რა დამხმარე კვების ბლოკზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ თუ რის გამოიყენება იგი. როგორც უკვე თქვი, ჩვენს ხომალდს გააჩნია ელექტროკვება, ასევე გააჩნია პნევმატური კვება, ანუ bleed air არის ასე ვთქვათ დაწნეხილი ჰაერი, ეს არის ჰაერი, რომელიც არის მოქცეული გარკვეული წნევის ქვეშ. ეს ჰაერი გამოიყენება იმისათვის, რომ გაუშვათ ჩვენი ძირითადი ძრავები, ეს ჰაერი გამოიყენება იმისათვის, რომ ავამუშაოთ ჩვენი კონდიცირება, ჰაერი გამოიყენება იმისათვის, რომ მივიღოთ შესაბამისი წნევა სხვადასხვა სისტემების მუშაობისათვის, მაგალითად წყლის რეზერვუარის მუშაობისათვის, ეს ჰაერი გამოიყენება ასევე, რომელიც არის ცხელი და მისი ტემპერატურა შეიძლება 280 გრადუსს აღწევდეს, გამოიყენება იმისათვის, რომ ავამუშაოთ მაგალითად მოყინვის საწინააღმდეგო სისტემები. და ეს ილუსტრაცია, ანუ ეს ნახატი, რომელიც ახლა მე თქვენს წინაშე მოვიტანე, ვიპოვე ინტერნეტში, ძალიან კარგად ასახავს იმას, თუ როგორ ხდება კვების დისტრიბუცია ჩვენ თვითმფრინავში. უშუალოდ გულისხმობ ახლა პნევმატურ კვებას, უშუალოდ გულისხმობ ამ bleed air-ს და როგორც უკვე წეგან ვახსენე, მე დავიწყებ ამ პატარა პანის განხილვით და ასევე გაჩვენებ ვიზუალურად აი ჩვენ თვითმფრინავში როგორ არის აი ეს პანელი იმპლემენტირებული. მაშასე როგორც უკვე აღვნიშნე, იმისათვის რომ გაუშვათ ჩვენი ძრავები არ არის საკმარისი მხოლოდ პირველადი ბატარია, ამისათვის საჭირო არის რომ რაღაცა უფრო ძლიერმა დაატრიალოს ჩვენი ძრავი გარკვეულ ბრუნამდე, რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ძრავები არის ტურბოფანები, ანუ თქვათ ასე რეაქტიული ძრავები, რომელიც ტურბინაზე მუშაობს. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ძრავებში არ ხდება შიდაწვა, ასეთ ეს არის გარეწვის ძრავები. აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ მოხერხდეს ამ ძრავის გაშვება, იმისათვის, რომ ამ ძრავმა შეძლოს და საკუთარი თავი ბრუნვაში შეინარჩუნოს, ამისათვის საჭიროა, რომ ჯერ იგი გარკვეულ ბრუნწუთამდე დავატრიალოთ, იმისათვის, რომ უკვე მისმა კომპრესორმა გამოიმუშაოს ის კომპრესია, რომ საკუთარი თავი შეინარჩუნოს ბრუნვაში. სწორედ ამისათვის გამოიყენება ეს დაწნეხილი ჰაერი, როგორც უკვე ვთქვი, რომ ეს ჩვენი ძრავები დავატრიალოთ და შემდეგ უკვე ავამუშავოთ ასევე სხვა სისტემები. იმისათვის, რომ ეს დაწნეხილი ჰაერი მივიღოთ, ჩვენ ყველაზე პირველადი წყაროთი, ანუ ბატარიის მეშვეობით ჩვენ ვთავთ დამხმარე კვების ბლოკს. დამხმარე კვების ბლოკი არის იგივე რეაქტიული ძრავი, უბრალოდ უფრო მცირე ზომის და განლაგებულია ჩვენი თვითმფრინავის კუდში. აგერ აქ მას გააჩნია ყველაზე პრიმიტიული გენერატორი, უკაცრავად სტარტერი, რომელიც ელექტროძრავით არის წარმოდგენილი. სწორედ აი ამ ძრავს ატრიალებს ჩვენი პირველადი ბატარია და როდესაც იგივენაირად იქოქება ეს ძრავი, მოკლედ იგივენაირად იშვება როგორც ძირითადი ძრავი ჩვენი ხომალდის, უბრალოდ უფრო მცირე ზომისა არის და ამ მცირე ზომის ძრავის გაშვებისათვის სავსებით საკმარისი არის ის ბატარია, რომელიც ჩვენ ხომალდში არის
დამონტაჟებული ან ჩვენი კვების ყველაზე პირველადი წყარო. ვუშვებთ რა APU-ს, ვუშვებთ რა ამ დამხმარე კვების ბლოკს, ჩვენ ვღებულობთ რამოდენიმე სახის კვებას. პირველ რიგში ეს არის ცხელი ჰაერი, რომელიც გარკვეული წნევით გადანაწილდება უკვე manifold-ში, როგორც ამას ინგლისურად ეწოდება, მაგრამ მე ვუწოდებდი მას ერთგვარ რეზერვუარს, სადაც მთელი ეს ჰაერი კომპრესირდება და გროვდება და მე ნაწილდება ხომალდის სხვადასხვა სისტემებში და მეორე ეს არის ელექტროენერგია. ელექტროენერგია მიიღება იმით, რომ აი ამ APU-ზე არის მიღებული ასევე გენერატორი, ჩვეულებრივი დენის გენერატორი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენს საჰაერო ხომალდში ელექტროენერგიას. ანუ არსებობს რამოდენიმე საფეხური იმისათვის, რომ ჩვენი ძრავები გავაუშვათ და ჩვენი ელექტროსისტემები და არა მხოლოდ ელექტროსისტემები, არამედ ყველა სისტემა აბსოლუტურად მოვიყვანოთ მწყობრში. ესე იგი, როგორც უკვე აღნიშნე, პირველ რიგში ჩვენ ბატარეის მეშვეობით ვუშვებთ APU-ს, APU ჩვენ გვაძლევს უკვე APU-ზე არსებულ მიმაგრებულ გენერატორის მეშვეობით, ელექტროგენერატორის მეშვეობით ელექტროენერგიას და შემდეგ გვაძლევს ასევე უკვე პნევმატურ კვებას. თქვენ ხედავთ, რომ ეს პნევმატური კვება, ანუ ეს პნევმატური კვება ერთგვარად გამოიხატება აი მილით, რომელიც ხედავთ, რომ გამოდის აქეთ, მიდის პიტოტებში. გათბობაში მიდის ასევე წყლის რეზერვუარში, სადაც შესაბამისი წნევა იქნება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოდის ჩვენი საჰაერო ხომალდის უფრო მნიშვნელოვანი სისტემებისკენ. მაგალითად, მოდის რა ეს მილი აქეთ, თქვენ ხედავთ ეს პატარა ონკანები ვით არის აქ, რომლებიც ასეთ ნაცრისფრად არის გამოხატული. ნაწილდება სხვადასხვა სისტემებში. მაგალითად, ეს არის კონდიცირების რეზერვუარი, აი ამ მილაკს ქვია manifold-ი, როგორც უკვე აღნიშნე. გამოიყენება ფრთების მოყინვის საწინააღმდეგო სისტემებისთვის, გამოიყენება ძრავის მოყინვის საწინააღმდეგო სისტემებისთვის და ასევე გამოიყენება, შესაბამისად სხვადასხვა სისტემების ზოგადად წნევისა და სითბოს შენარჩუნების მიზნით. მას ასევე გააჩნია აქ პატარა ინდიკატორები, რომლებიც, სენსორები, რომლებიც აი ამ duct pressure, duct, შახტა, ხო, როგორც ინგლისურიდან ითარგმნება, აი ამ ერთგვარ შახტაში წნევის გაზომვას ახორციელებს და შესაბამისად უკვე რამდენი წნევაც არის საჭირო, რომ აქ იმისათვის, რომ ყველა სისტემა გამართულად იმუშაოს, სწორედ აი იმ წნევაზე უზრუნველყოფს ეს APU აქ, ესე იგი, ჰაერის დაწნეხვას. ეს ორი როგორც უკვე აღნიშნე არის ჩვენი კონდიცირების სისტემები და ეს ყველაფერი უნდა შევადაროთ ახლა იმას რაც აქ ხდება აქ მარჯვენა პანელზე. ესე იგი როგორ ხდება ჩვენი ძრავის გაშვება. ჩვენ მივიღეთ ეს დაწნეხილი ჰაერი ამ APU-დან, რომელიც მოდის აგერ აქ ინახება შემდეგ ამ რეზერვუარში და ნაწილდება უკვე შესაბამისად როგორც ჩვენ გვჭირდება მოყინვის საწინააღმდეგო სისტემა, მაგალითად ჩვენ შეიძლება არ დაგჭირდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ამ მომენტისათვის უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ჩვენი ელექტროენერგია და მთელი ჩვენი პნევმატური კვება არის აკიდებული APU-ზე, მაგრამ APU არ არის კვების გენერაციის ყველაზე ძირითადი წყარო ჩვენს თვითმფრინავში. ყველაზე ძირითადი წყარო ელექტროენერგიისა და ზოგადად პნევმატური წყაროს გენერაციისათვის არის ჩვენი ძრავი. ანუ როდესაც გაიშვება ძრავი, APU ითიშება, APU-ს ეხსნება მთელი ის დატვირთვა, რაც მანამდე მას ჰქონდა იმისათვის, რომ სანამ ძრავი გაიშვებოდა უზრუნველყო ის კვება, რაც საჭირო იყო ამისათვის და როდესაც ძრავები არის გაშვებული, უკვე ძრავზე ხდება კვების გენერაციის ძირითადი დატვირთვა. აქ ძალიან კარგი ილუსტრაცია არის იმის თუ როგორ ხდება ეს, მაგალითად არ შევეხები ახლა მოყინვის საწინააღმდეგო სისტემას, მაგრამ შევეხები სტარტის სისტემას. სანამ ძრავი გასაშვებია, ჩვენ ვხედავთ აქედან მოკლედ მოდის ეს მილაკი, შესაბამისი ონკანით ხდება ჰაერის ნაკადის უხვი შედინება ძრავში, რაც ასევე ატრიალებს ტურბინას, როდესაც ტრიალდება ტურბინა, შესაბამისად ძირითადი ღერძი იწყებს ტრიალს, იწნეხება ჰაერი, შიგნით იქნება შესაბამისი კომპრესია, ხდება საწვავის აალება და უკვე ძრავი საკუთარ თავს ინარჩუნებს, მაგრამ როდესაც ძრავი გაიშვება, იგი უკვე აქეთ პირიქით უკუ მიმართულებით იწყებს ჰაერის გამოტუმბვას. ძირითადად ეს ხდება კომპრესორის მეხუთე და მეცხრე საფეხურებიდან, რომელიც აქ არ ჩანს, მაგრამ ეს არის მეხუთე და მეცხრე საფეხური, რომელსაც გააჩნია ესეთი ორი ონკანი და მაშინ სანამ ძრავი გაიშვებოდა, როდესაც ეს ჰაერი აქეთ პირიქით ძრავში შედიოდა, ძრავი როდესაც გაიშვება და APU-დან როდესაც უკვე დატვირთვას გადავიტანს ძრავზე, ხო? უკვე ძრავი აქეთ უზრუნველყოფს მთელი სისტემების კვებას, უკვე ძრავის
ძრავის მიერ გამომუშავებული კომპრესირებული ჰაერი საკმარისი არის იმისათვის, რომ APU ჩაანაცვლოს, მით უმეტეს რომ ორი ძრავი გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი აქ არის ის, რომ APU-დან კვება შემოდის ჩვენი ხომალდის მარცხენა ნაწილში. აქ არის ონკანი, რომელიც არის ჩვეულებრივ გადაკეტილიან ავტომდგომარეობაში. ამიტომ უშვებთ ჯერ მარცხენა ძრავს, შემდეგ უშვებთ მარჯვენა ძრავს. თუმცა კიდევ ერთი საინტერესო რამ არის სახმელეთო ტერმინალის სლოტი, საიდანაც ჩვენ მაგალითად ხმელეთიდან შეგვიძლია მივიღოთ სანამ ძრავს გავუშვებთ, ან სანამ დაჟე APU-ს გავუშვებთ, შეგვიძლია მივიღოთ ხმელეთიდან კვება, ეს არის პნევმატური და ელექტროკვება. იმისათვის რომ სანამ ხმელეთზე ვახორციელებთ ოპერირებას, ან სანამ APU-ს გავუშვებთ, ხმელეთიდან მიღებული წყარო გამოვიყენოთ სისტემების გასაშვებად და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც სისტემები იქნება გაშვებული, ამის შემდეგ უკვე ძრავები მთლიანად იღებენ თავის თავზე იმ ფუნქციებს, რასაც მანამდე APU კისრულობდა. APU ითიშება იმისათვის, რომ ჩვენი საწვავი ტყუილა უბრალოდ არ დახარჯოს და როდესაც უკვე დავждებით, სანამ დაშვებას დავიწყებთ ან დაშვებისას, შეგვიძლია ისევ APU ჩავრთოთ, სანამ ჩვენ დავждებით და მოკლედ უკვე ტაქსიზე ვიქნებით და სანამ უკვე gate-თან მივდგებით, ეს APU გაშვებული იქნება, gate-თან როდესაც მივალთ, შეგვიძლია ძრავები გავთიშოთ და ამ დროს უკვე APU ჩაანაცვლებს იმისათვის, რომ ეს ჩვენი ხომალდი უცებ არ მოკვდეს და არ ჩაქრეს იმ მომენტში, APU ჩაანაცვლებს ისევ და ისევ აიღებს თავის თავზე ამ დაწნეხილი ჰაერის გამომუშავებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება კოორდინირებულად, ამისათვის ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მექანიზმი, როგორ უნდა ვმართოთ მოკლედ აქ კვების დისტრიბუცია ძრავის გაშვებისას, გაშვებული ძრავის დროს და ასე შემდეგ. ამისათვის ჩვენ გვაქვს ეს პანელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ბლით ჰაერის გადაადგილებას ჩვენს საჰაერო ხომალდში. ის სქემა რაც აქ არის დახატული, სწორედ აი ამის ილუსტრაცია არის აი ეს გადამრთველები light recirculation fan, left recirculation fan, right recirculation fan ეს არის ჩვენი კონდიცირების სისტემები, რომელსაც გააჩნია ორი პოზიცია off და ავტოს შემთხვევაში, როცა საჭიროა მუშაობს, ხოლო როცა მაგალითად ძრავის გაშვება ხორციელდება, თუ დააკვირდით, ვისაც ნაფრენი გაქვთ, როდესაც ძრავს უშვებენ, იმ მომენტში ძალიან ხშირად კონდიციონერი, ხშირად კი არა, თითქმის ყოველთვის კონდიციონერი ითიშება სალონში და ითიშება ასევე ქრება ის ნათურები, რომლებიც მანამდე ენთო, რატომ? იმიტომ რომ ჩვენი APU უზრუნველყოფს მთელი იმ დაწნეხილი ჰაერის რესურსი თავისი რაც აქვს, მთელი თავისი რესურსი რაც აქვს უზრუნველყოფს უკვე არა კონდიცირებაზე გადანაწილებას, არამედ დროებით თიშავს ამ ყველა სისტემას, რომ მთელი ის ჰაერი და მთელი ის წნევა რაც აქვს, ძრავს მოახმაროს და ძრავი გაუშვოს. როდესაც ძრავი გაიშვება, შემდეგ უკვე ისევ ირთობა კონდიცირება, ირთობა ელექტრომოწყობილობები და ისევ ჩვეულ რეჟიმში იწყებს ყველაფერი მუშაობას, მაგრამ სწორედ ამიტომ აქვს ამ მარცხენა და მარჯვენა კონდიცირების სისტემას ავტოპოზიცია, იმიტომ რომ როცა საჭირო არის ეს იგი უნდა გაითიშოს, მანუალური რეჟიმი არ აქვს, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ გვჭირდება ავტომატურად მუშაობს ეს სისტემა, როცა საჭიროა ჩართულია, როცა საჭიროა გამორთულია. ძირითადად სულ ჩართულია, სანამ ძრავი არ არის გაშვებული. ძრავს როდესაც უშვებთ, როგორც უკვე აღნიშნე, რესურსის ეკონომიის მიზნით და მთელი რესურსის ძრავისკენ მიმართვის მიზნით უბრალოდ APU უშვებს ძრავში მთელს თავის ჰაერს. აი ეს წნევა, რომელიც აქ შახტაში იქნება, გამოიხატება აი ამ ინდიკატორით pressure PSI. აქვს ორი განზომილება left და right. Right-ი ამ შემთხვევაში იმალება left-ის ქვევით, ამიტომ არ ჩანს. რომელი left და right-ზეა საუბარი. თქვენ ხედავთ აქ არის პატარა ონკანი, ეს არის მარცხენა შახტის წნევა, მარჯვენა შახტის წნევა. განსხვავება ამ ორ შორის დასაშვებია მანამ სანამ წნევა არის 18 PSI-ის ზევით. 18 PSI ეს არის ის მინიმუმი წნევა, რაც საჭირო არის იმისათვის, რომ სისტემებმა ნორმალურად იმუშაონ. ქვევით უკვე რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის უშუალოდ აი ამ ონკანების მართვის სხვადასხვა მექანიზმები, მაგალითად აი ეს ონკანი, რომელიც ერთიანი აწერია, ეს არის მარცხენა ძრავის ონკანი, რომელიც როდესაც ძრავს უშვებთ, გახსნილი უნდა იყოს. მაგალითად მარცხენა ძრავზე მოდის აი ეს ონკანი ერთ-ერთი, რომელიც ჩართული არის. APU ეს არის აი ეს ყველაზე ძირითადი ონკანი, რომელიც APU-ს ხსნის. APU თუ გათიშულია, ეს გადამრთველი თუ გადიშულია, რამდენიც არ უნდა ეჩალიჩო შენ სტარტერის აქ საწვავის აალებას, არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ APU არ აწვდის არანაირ წნევას.
მარჯვენა ძრავზე იგივენაირად არის. თქვენ ხედავთ აქ ესეთი პატარა ხაზები ვით არის, რაც პრინციპში აღნიშნავს აი მილაკებს, რომელშიც ეს ჩვენი დაწნეხილი ჰაერი რა მიმართულებითაც ჩვენი დაწნეხილი ჰაერი ტრიალებს. ასევე გაგვაჩნია left და right პაკები, რომლებიც კონდიცირების სისტემის ზევით ორცალნაცრისფერ მართკუთხედად არის გამოხატული. ისინი უზრუნველყოფენ წნევის სტაბილიზაციას თუ რაიმე ვარდნა მოხდა ჩვენ შახტაში left და right pack შესაბამისად. და isolation valve არის ესე იგი ონკანი, რომელიც მარცხენა და მარჯვენა ნაწილს ჩვენი ხომალდების მარცხენა და მარჯვენა ნაწილის იზოლაციას აკეთებს. ძრავს როდესაც უშვებთ, მარცხენა ძრავი როდესაც გაიშვება, რა თქმა უნდა, ეს ონკანი უნდა გავხსნათ იმისათვის, რომ ეს ჰაერი მარჯვენა ძრავისკენაც წამოვიდეს, მერე მარჯვენა ძრავს როდესაც გაუშვებთ, ავტოპოზიციაში სავსებით საკმარისია, იმიტომ რომ როდესაც მარჯვენა ძრავის გაშვებაზე მიდგება საქმე, ეს ონკანი ავტომატურად იხსნება. თუმცა შეგვიძლია ამ სისტემების იზოლაცია მოვახდინოთ, გარკვეული მიზნებისათვის. პრინციპში სულ ეს რაც აი ამ თემაზე მინდოდა მეთქვა, ეს არის ის რა პრინციპითაც მუშაობს აქ ჩვენი APU და როგორც ხდება პნევმატური კვების დისტრიბუცია. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ, ჩვენი APU საწვავს იღებს ჩვენი ფრთის მარცხენა მხარიდან, ანუ მარცხენა ფრთაში და არსებული რეზერვუარიდან. ეს მნიშვნელოვანია იქიდან რამდენადაც შემდეგ დემონსტრაციაში ვისაუბრებთ საწვავის ონკანებზე, ვისაუბრებთ უშუალოდ overhead panel-ზე და ელექტროენერგიაზე და ასე შემდეგ, სადაც ამ თემას ასევე გაკვეთ მაინც ვახსენებ. აქ არის ასევე რამოდენიმე ინფორმაციული საგანგაშო ნათულები, რომლებიც dual bleed, აი მაგალითად ეს ნათურა dual bleed რა შემთხვევაში არის dual bleed, იმ შემთხვევაში არის dual bleed, როდესაც მაგალითად ერთი აქ ჩართული არის, რა ხდება ამ შემთხვევაში? ჩვენ საწვავიდან ვღებულობთ bleed hairs და APU როდესაც გაშვებული არის dual bleed ინთება აქ ნათურა, იმიტომ რომ საწვავის, ანუ APU-დანაც მოდის ესე იგი ეს წნევა და მარცხენა ძრავიდანაც მოდის ეს წნევა, ანუ დაწნეხილი ჰაერის ორმაგი წყარო არსებობს, dual bleed ეს ძალიან კარგი არის, პირველადი ესე იგი წნევის მისაღებად. შემდეგ უკვე როდესაც მაგალითად ძრავები გაიშვება, APU ითიშება, ანუ APU ამას ვთიშავთ ჩვეულებრივ, აქედან უკვე აღარ გვჭირდება და როდესაც ამის დრო და გამოდის რომ უკვე პნევმატურ კვებას ჩვენ APU-დან აღარ ვღებულობთ, როდესაც ამას ვთიშავთ, თუმცა APU მაინც მუშაობას განაგრძობს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ეს ელექტროენერგია გამომუშავდება დამოუკიდებლად იმისაგან ძრავებზე გვაქვს გადართული ძირითადი კვება თუ APU-ზე, ეს APU მაინც მუშაობს, როდესაც APU გაითიშება, უკვე გაითიშება ყველაფერი. APU-ს რაც ეხება. თუმცა ამ მომენტისათვის უკვე ძრავზე უნდა გქონდეს გადართული პნევმატური კვება, ძრავზე უნდა გქონდეს გადართული ელექტროენერგიის მომარაგება ჩვენი თვითმფრინავის სხვადასხვა სისტემებისათვის. სულ ეს იყო, რაც ამ თემაზე მინდოდა მეთქვა, გავაგრძელოთ overhead panel-ის მიმოხილვა. მაშასა ჩვენი overhead panel-ის მიმოხილვა მინდა დავიწყო მისი ყველაზე უკანა ნაწილიდან. ეს არის IRS-ები. რა არის IRS-ი? IRS-ი არის Initial Reference System. ჩვენი საჰაერო ხომალდი ნავიგაციას სივრცეში ახორციელებს მის შიგნით ჩამონტაჟებული სისტემების მეშვეობით, ანუ იმ სიმაღლის, იმ სიჩქარის ცვლილებების შედარებით რეალობასთან მიმართებაში, ამისათვის გამოიყენება IRS-ი. იგი არის პასუხისმგებელი მთელ ჩვენ GPS ნავიგაციაზე, იგი არის პასუხისმგებელი ყველა ჩვენ მარშრუტზე და ასე შემდეგ. გააჩნია ესე იგი 4 პოზიცია არის მარჯვენა და მარცხენა IRS-ი, ხედავთ აქ მისი შესაბამისი ნათურები, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას გვაქვს IRS-ის შესახებ. off გათიშული L-line არის პოზიცია, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სისტემების ჩატვირთვას. IRS გააჩნია, ჩვეულებრივი კომპიუტერი იმისათვის, რომ ყველა სისტემა ჩაეტვირთოს, გარკვეული დრო არის საჭირო, ჩვეულებრივ 7-8 წუთი, მაგრამ flight simulator-ში შეგვიძლია დავაყენოთ სრულ რეალიზმზე, შეგვიძლია დავაყენოთ ისე, რომ 5 წამში უკვე ჩაეტვირთოს ყველანი, თქვენ ხედავთ აგე L-line გაქრა, როდესაც L-line გაქრება, გადავრთავთ ნავმდგომარეობაში, ONDC, რომელიც წესით უნდა ჩამქრალი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ L-line-ია ჯერჯერობით, უნდა ჩაქრეს ყველა ნათურა და attenuator ზუსტად არ მახსოვს რას აკეთებს, ამიტომ არ შევეხები ამ თემას. მოგვადგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამრთვა არის ეს ჩვენი კაბინის განათება, ზოგადი განათება, dim და bright
კაშკაშა და ნაკლებად კაშკაშა და მოდი გადმოვინაცვლოთ ახლა იმისკენ რაც უფრო მნიშვნელოვანი არის, ეს არის ჩვენი ფრენის მართვის სივრცეები, flight control, სპოილერები და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან რაც ერთი შეხედვით შეგვიძლია ავიღოთ, ეს არის yaw damper, რომელიც ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ ავტოპილოტს დაეხმაროს. ნავიგაციის კიდე სხვადასხვა კონტროლები, რომლებსაც დიდ ყურადღებას მაინც და მაინც არ მივაქცევთ და გადმოვინაცვლებთ უკვე წინ ნაწილში, რომელზეც უფრო ცლად გავჩერდები, ეს არის ჩვენი საწვავის დისტრიბუცია ჩვენს საჰაერო ხომალდში. ჩვენ საჰაერო ხომალდს გააჩნია რამოდენიმე რეზერვუარი, სადაც საწვავი ხება, ეს არის მარცხენა ფრთა, წინა ნაწილი, უკანა ნაწილი ჩვენი ფიუზელაჟისა, ცენტრალური ნაწილი ფიუზელაჟისა და შესაბამისი ტუმბოები, რომლებიც მოცემული არის ასეთი გადამრთველებით. aft ეს არის უკანა ნაწილი, forward არის წინა ნაწილი, off on პოზიცია, მარცხენა და პირველ ძრავში, მეორე ძრავში რაც მიდის. აქედან საწვავის დისტრიბუცია ხორციელდება, ჩვენ ხედავთ, რომ მოდის ცენტრალური ნაწილისკენ, სადაც არის, fuel pump საწერი აქ ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი, საწვავის ტუმბოები. საიდანაც მოდის ცენტრალური ნაწილისკენ და არის ერთგვარი ონკანი, რომელსაც წერია crossfeed, როდესაც მე მას გავხსნი არის open valve, რისთვის გამოიყენება იგი მასზე ახლავე ვისაუბრებ, მანამდე აღნიშნავ, რომ ეს არის ცენტრალური ავზის ტუმბოები, იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ცენტრალური ავზიდან საწვავი ხარჯა, ეს შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ისე, რომ ფრენის მანძილზე საწვავის დისტრიბუცია მოვახდინოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგალითად მხოლოდ ცენტრალური ნაწილიდან რომ მიდიოდეს საწვავი, მხოლოდ ფრთებიდან რომ მიდიოდეს საწვავი. როგორც ჩვენ გვინდა, მოკლედ ისე გავაკეთოთ საწვავის დისტრიბუცია. იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ან დაბალი წნევა არის, ან საწვავი გათავდა, აქ აუცილებლად ინთობა ეს low pressure ნათურები, ასეთ შემთხვევაში ტუმბოები აუცილებლად უნდა გაითიშოს, იმიტომ რომ შეიძლება გავაფუჭოთ. ხოლო კროსკვება არის საჭირო იმისათვის, რომ მარცხენა ნაწილსა და მარჯვენა ნაწილს შორის საწვავთა რაოდენობა გაბალანსდეს. მე უკვე ვახსენე, რომ APU ანუ დამხმარეკვების ბლოკი თუ საჰაერო ხომალდის მარცხენა ნაწილიდან იღებს საწვავს, შესაბამისად თუ ჩვენ არ განვახორციელებთ კროსკვებას ამ მომენტისათვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მარცხენა ნაწილში დაიხარჯება საწვავი, მარჯვენა ნაწილში უფრო მეტი იქნება, როდესაც საერში ავფრინდებით, რა თქმა უნდა, დისბალანსი გვექნება ამ კროსკვების ონკანის გახსნის მეშვეობით, ჩვენ აღვადგენთ იმ დისბალანსს, რაც მანამდე იყო და საჰაერო ხომალდი, გაწონასწორდება უფრო მეტად ვიდრე მანამდე იყო. არის საწვავის ტემპერატურა Celsius გრადუსებში, 15 გრადუსზე გვაქვს ახლა. მოდი გადმოვინაცვლოთ ცოტა ცენტრისაკენ. და მთლიანი ეს ფარი, რაც აქ არის, ეს არის ელექტროფარი. ზედა ნაწილი არის ინფორმაციული ნაწილი, საიდანაც ჩვენ ვღებულობთ სხვადასხვა მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენ ენერგიას გამოიმუშავებს ესა თუ ის გენერატორი ჩვენ საჰაერო ხომალდში, მაგალითად ამ შემთხვევაში BAT ეს არის ბატარეა, auxiliary დამხმარე ბატარეა, ტრანსფორმატორი 1, ტრანსფორმატორი 2, ტრანსფორმატორი 3 და პირდაპირ დენი ამპერებში ჩვენ და ვოლტაჟში შეგვიძლია ვნახოთ 26 ვოლტი სხვადასხვა ამპერაჟით. მიიღოს ბატარეაზე რაც არის, ამ შემთხვევაში გათიშულია, იმიტომ რომ ძირითადად ძრავებზე არის ხოლმე დატვირთული მთელი ელექტროენერგია, მარჯვენა მხარესაც APU-ს გენერატორი რამდენს გამოიმუშავებს. ვფიქრობ, რომ APU გათიშულია, კი, ასეც არის, APU გათიშულია, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, ამიტომ როდესაც APU გენერატორზე გადავრთე, არაფერს არ მიხატავს, იმიტომ რომ APU ამ შემთხვევაში არაფერს არ გამოიმუშავებს, თუმცა გენერატორი 2 და გენერატორი 1 შესაბამის მაჩვენებლებს გვაჩვენებს. ეს არის ყველაზე პირველადი გადამრთველი, როგორც უკვე ვახსენე, მანამდე ყველაზე პირველად იწყარო ჩვენი ელექტროენერგიისა ბატარეა, რომელიც გვაძლევს არაცვალებადენს, ანუ პირდაპირ დენს. აქვს ორი პოზიცია battery და on, off, რა თქმა უნდა, როდესაც ძრავი გაშვებულია, უნდა იყოს on პოზიციაში და უნდა იყოს დაცული. დამხმარე კვების იუნიტი, რომელიც უნდა იყოს ავტოზე და დაცული უნდა იყოს. წამოვედით ცოტა წინ, წეღან დიაგრამაში მე ვაჩვენე, დიაგრამაში ჩანდა, რომ ფიუზელაჟის მარჯვენა მხარეს იყო ესეთი ვარდისფერი სლოტი, სადაც სახმელეთო ტერმინალი ერთდება, ground power იმისათვის, რომ ხმელეთიდან მივიღოთ ელექტროენერგია და პნევმატური კვება, ამისათვის ვაწვევით
ამღილაკს და ხმელეთიდან ვღებულობთ სწორედ აი რესურსს რაც ჩვენ გვჭირდება. ჩამოვედი რა ამღილაკზე უკვე მივუახლოვდით APU-ს და მივუახლოვდით აი ამ მნიშვნელოვან ბლოკს, რომელიც ჩვენი კვების, გულისხმობ პნევმატური და ელექტროენერგიის კვების ჩვენ საჰაერო ხომალდში დისტრიბუციაზე არის პასუხისმგებელი. გულისხმობ იმას, რომ როდესაც APU არის გაშვებული, მაგალითად APU gen ჩართული გვაქვს აუცილებლად ეს ორი გადამრთველი, ან თუ რა თქმა უნდა APU არ არის გაშვებული და ground power-ზე ვართ, თუ სახმელეთო ტერმინალზე ვართ, მაშინ ეს გადამრთველი უნდა იყოს ჩართული. შემდეგ როდესაც APU-ს გაუშვებთ, APU-ზე გადავრთავთ, ანუ რა ხდება ამით? პნევმატური კვება და ელექტროენერგიის კვება დაეკისრება უკვე არა ground power-ს, ground use-ება უკვე APU-ს. როდესაც ძრავებს გაუშვებთ, აქ ეს ნატურები აენთობა, რომ gen of bus, ანუ ძრავის გენერატორი არ ზისო ძირითად შლუზზეო. აქედან გამომდინარე, APU-დან თუ გვინდა მოხსნათ კვება და ძრავზე გადავერთოთ, მაშინ ამისათვის ამეებს ვაწვევით, მარცხენა ძრავიდან კვების მიღება, მარჯვენა ძრავიდან კვების მიღება, როგორც პნევმატური, ისევე ელექტროენერგიის მიღება. ქრება უკვე შესაბამისად ეს ნატურა, რომელიც უпростоრად ინთება ეს ნატურა, რომელიც გვეუბნება, რომ APU-დან კვებას აღარ ვღებულობო. და შეგვიძლია უკვე შეგვიძლია რომ ჩვენი APU გავთიშოთ. ზოგადად APU სტარტერი არის აი ესე იგი ეს არის ჩვენი overhead პანელის ყველაზე წინა ნაწილი, რომელსაც აქ პატარა ხატია APU აქვს სამი პოზიცია off on და start. არის უბრალოდ ჩართული როდესაც არის და start არის მის APU-ს გაშვება. ვაწვევით რა APU-ს, ეს არის APU-დან გამოტყორცნილი ცხელი ჰაერის ნაკადის ტემპერატურა, APU იწყებს ახლა გაშვებას, low oil pressure დაეწერა, ახლა ეს ის არის 1000-მდე, ანუ 1000 გრადუსი დაიწყებს ნელ-ნელა დაშვება, სადღაც 400-ზე გაჩერდება და როდესაც 400-ზე გაჩერდება, ნუ აქ აინთობა შესაბამისი ნატურა, APU გაშვებულია. კარგი, გადავინაცვლოთ ცოტა კიდევ უფრო მარჯვნივ, ჩვენ აქ გვაქვს circuit breaker, ეს არის, მოკლედ ჩვენი უკანა პანელი, ანუ სავარძლების უკანრა პანელებიც არის იმის განათება. Equip cooling იმდენად არ გვაინტერესებს, რამდენადაც emergency exit lights უნდა იყოს პოზიციაში არ და უნდა იყოს დაცული. emergency ეს არის საგანგაშო გასასვლელი ნატურები, რომლებიც სალონში სავარძლებს შორის, ანუ გასასვლელში არის დამონტაჟებული, როდესაც რაღაც საგანგაშო სიტუაცია არის, ეს ნატურები ინთობა და ჩვენს მგზავრებს ეუბნება, რომ აი ამ მიმართულებით უნდა გავიდნენ. ქვევით არის კიდევ ორი საინტერესო გადამრთველი, რომელსაც აწერია fasten belts და chime. Chime ადრე იყო no smoking, თუმცა დღესდღეობით ზოგადად მოწევა საჰაერო ხომალდში აკრძალული, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს chime, fasten belts აქვს სამი პოზიცია, off, auto და on. Off პოზიცია გათიშულია, ანუ მგზავრებს შეუძლიათ მოიხსნან ეს თავისი ღვედები. auto პოზიციაში, როდესაც 10000 ფუტს ქვევითა ვართ, ჩართული არის, ხოლო 10000 ფუტს, როდესაც ავსდებით სიმაღლეში, ავტომატურად ითიშება, მგზავრებს შეუძლიათ მოიხსნან ღვედები. on პოზიციაში, იძულებითი რეჟიმში ჩვენ ვეუბნებით, რომ გაიკეთეთ ღვედებიო. ჩამოვედით კიდევ ცოტა წინ. ხედავთ APU დასტაბილურდა, APU gen of bus, გვეუბნება, რომ ანუ APU-ზე კვება ახლა არ არისო, მე რო დავაწვი ამ ღილაკს 1 და 2. ეხა უკვე მთელი ჩემი პნევმატური და ელექტროკვება APU-ზე არის აკიდებული და ძრავებისგან მოიხსნა ეს დატვირთვა, თუმცა ჩვეულებრივ ძრავებზე უნდა იყოს ეს კვება, ამიტომ APU-ს ეს არ ჭირდება. APU შემიძლია პრინციპში ახლა გავთიშო კიდევაც, მოდი off-ზე გადავიტანოთ და დაიწყებს ახლა ეს ის არის ვარდნას, ანუ ის რეაქტიული ძრავი, ის ძრავი, ის ტურბინა, რომელიც ჩვენს კუჩში არის დამონტაჟებული, ქრება. Left wiper, right wiper, ეს არის ჩვენი დვორნიკები, მოდი ვნახოთ როგორ მუშაობენ ისინი. Low და high. თუმცა მე არ დამჭირვებია ის, რატომღაც, როდესაც წვიმა ან უამინდობა არანაირად არ მოქმედებს საქარე მინაზე. გადმოვინაცვლოთ ცოტა კიდევ უფრო მარჯვნივ. ცოტა მარჯვნივ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქარე მინის გათბობა, რომ როცა აუფრინდებით არ მოგვეყინოს ან არ დაგვებინდოს ან მოკლედ კონდენსაცია არ მოხდეს ზეთ. ტემპერატურათა ცვლილების გამო გარეთ და შიგნით, კაბინის შიგნით, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამ გადამრთველების ჩართობას, რომელიც წინები და გვერდით და ფანჯრები გათბეს. ამის ქვევით არის განლაგებული ჩვენი პიტოტების გათბობა. პიტოტები არის
ჩვენი საჰაერო ხომალდის სენსორები ისინი ჩვენ გვაწვდიან ჩვენს ინსტრუმენტებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიუფრინავთ კაბრირებაში ვართ თუ პიკირებაში ვართ რა სიჩქარე გვაქვს და ასე შემდეგ ეს სენსორები არის განლაგებული გარეთ ფიუზელაჟზე როდესაც მიუფრინავთ რა თქმა უნდა ტემპერატურა ეცემას რაც სიმაღლესთან ერთად ამიტომ იმისათვის რომ ეს სენსორები არ გაიყინოს და მათ ფუნქციონირება არ დაკარგონ, ამიტომ მათთვის არის საჭირო არის რომ მათ გათბობა გქონდეთ, off პოზიციაში გამორთულია ინფორმაციული საგანგაშო ნათურები გვეუბნება რომ პილოტები გამორთულია ან გამოცულია მწყობრიდან. ამ შემთხვევაში off-ზე მაქვს გადაწეული, ამიტომ ყვითლად ანათებს, on-ზე თუ მაქვს გადაწეული და მაშინ ანათებს ყვითლად, ესე იგი რომელიღაცა მათგანი გამოსულია მწყობრიდან და ითხოვს ჩვენს ყურადღებას. ფრთების მოყინვის საწინააღმდეგო სისტემა, ძრავის მოყინვის საწინააღმდეგო სისტემა, შესაბამისად ჩართული გამორთული მდგომარეობაში, წამოვედით რა წინ, ჩვენ ვხედავთ ჩვენი ელექტრო და ჰიდრავლიკურ კვებას, ძრავებზე და ელექტროობაზე აკიდებული, შესაბამისი ინფორმაციულ საგანგაშო ნათურები, წამოვედით რა კიდევ უფრო წინ, ეს არის ჩვენს ხომალდზე არსებული საერთოდ ყველა გასასვლელი თუ შესასვლელი, მაგალითად, წინა კარი, წინა სერვისის კარი, მარცხენა ფრთის ზევით არსებული მაგალითად ავარიული კარი, მარჯვენა იგივე ნაწილში, უკანა მხარეს ფრთაზე, ეგრევე ფრთის ზევით ასევე უკანა კარი, ესე იგი სხვადასხვა ინსტრუმენტების ჰეჩი ეგრეთ წოდებული, კარგო შესასვლელები და გასასვლელები. თუ რაიმე დეკომპრესია მოხდა ჰაერში, ან თუ ზოგადად კარი ღია არის, აქ ანთია შესაბამისი ნათურა, რომელი კარიც არის ღია, ჰაერში თუ რომელიმე ნათურა აინთო, ესე იგი პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ დეკომპრესიის საფრთხე არის, ან ზოგადად კარი მოგლეჯილია და სადღაც წნევას ვკარგავთ. ვახსენეთ რა წნევას. აქვე ჩვენ გვაქვს cockpit voice recorder, ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევ. მაგრამ წნევას როდესაც ვახსენებ, აქ არის ერთი ესეთი მშვენიერი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი მგზავრებისთვის ოზრუნველყოფს სასიამოვნო ტემპერატურას, სასიამოვნო წნევას. რა თქმა უნდა, როდესაც მაღლა ავდივართ 30000 ფუტზე, როდესაც ავდივართ იქ წნევა და ზოგადად ჟანგბადი არის 1/3, რაც მიწაზე არის, აქედან გამომდინარე სუნთქვა ძალიან ჭირს, იმისათვის რომ ჩვენ მგზავრებს არ გაუჭირდეთ სუნთქვა და ჰიპოქსია არ დაემართოთ. და იმისათვის რომ შესაბამისი წნევა შევინარჩუნოთ შიგნით კაბინაში, რაც საჭირო არის ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ამიტომ ჩვენ ხომალდს გააჩნია ინტეგრირებული ბლოკები, ეს 2 ცალი მოდული. მარცხენა საზომი ჩვენ გვაჩვენებს სხვაობას, რამდენადაც მახსოვს ეს არის კოეფიციენტური სხვაობა, ზუსტად არ მახსოვს როგორ გამოითვლება, მაგრამ 2 ის არის, კოეფიციენტური სხვაობა არის გარეთ და შიდა წნევების შორის, ხოლო მხარეს არის ამ წნევისა და ტემპერატურის მანუალური და ალტერნატიული და მანუალური მართვის რეჟიმი. აქ ასევე არის ესეთი ონკანი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წნევა დავაგდოთ ჩვენს კაბინაში. რა თქმა უნდა, ზოგადად ყველა სისტემას საჰაერო ხომალდში გააჩნია ძირითადი და ბექაპ, ანუ დამხმარე სისტემა, ძირითადი სისტემა თუ მწყობრიდან გამოვა, ირთვება დამხმარე სისტემა. ამ შემთხვევაში წნევების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს სწორედაც რომ ეს alternate გადამრთველი, ანუ დამხმარე სისტემა მუშაობს ამ შემთხვევაში, ავტოს შემთხვევაში თუ ძირითადი გამოვა დამხმარე ამუშავდება. იმისათვის რომ ჩვენმა ხომალდმა სწორად შეძლოს ამ წნევების გამოთვლა, ამისათვის ჩვენ მას აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რა სიმაღლეზე ვაპირებთ ფრენას, რა იქნება ჩვენი ეშელონი, რა იქნება ჩვენი კრუიზერული სიმაღლე. თუ მაგალითად 30000 ფუტზე ვაპირებთ ფრენას, აქ ვაყენებთ flight altitude 30000 და დაშვების აეროპორტს. დაშვების აეროპორტის ამაღლებას. დანიშნულების აეროპორტის. ამ შემთხვევაში, როდესაც მითითებული გვაქვს ჩვენ ეს 2 მაჩვენებელი, ამ 2 მაჩვენებლების მიხედვით მე უკვე ჩვენი ხომალდი ახორციელებს, შესაბამის კალკულაციებს და წნევის შესაბამის რეგულირებას. ასევე აქ ეს ბლოკი მე უკვე კარგად ახსენია APU-ს როცა მოვიხილავდი და კონდიციონერის ბლოკი არის განლაგებული მიზევით, რომელიც ასევე არის მიბმული იმ წნევებს და მთელი ამბავს, რომელიც წეგან მევახსენე. Trim air ეს არის უკვე ის მოჭრილი ჰაერი, რომელსაც კონდიციონერი გამოიმუშავებს. ტემპერატურები შეგვიძლია დავარეგულიროთ 20 გრადუსზე არის, ახლა 20 გრადუსი არის ახლა სალონში, შეგვიძლია ცივი ჰაერი
წინა სალონში გავუშვათ, სალონის წინა ნაწილში გავუშვათ, კაბინის უკანა ნაწილში და ზოგადად შუა ნაწილში. მოკლედ, ეს არის ის, რაც დიდად არ გვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გზაური არ ვართ და თუ ძალიან გაჭედილი და გაფანატებული არ ხარ ესეთ რაღაცაზე, ამას ყურადღებას არც ვაქცევთ. გადმოვინაცვლოთ overhead პანელის წინა ნაწილში. მარცხენა მხარეს ჩვენ გვაქვს გარეგანათების მოდული, ეს არის landing lights, ანუ ჩვენ ხომალდზე არის ფრთებში დამონტაჟებული ნათურები, რომლებიც ძრავებსა და ფიუზელაჟს შორის არის fixed, მარცხენა და მარჯვენა და retractable, რომელიც ფიუზელაჟიდან ერთგვარად გამოდის, გამოიწევა და ასე ანათებს. ძირითადად არის landing lights-ი, რომელიც დაждომისას აფრენიცას გამოიყენება, აუცილებლად ჩართული უნდა იყოს. ყველას ერთად ჩართვა, მერე სათითაოდ მათი გამართვა ხორციელდება ამ გადამრთველებით. Runway turn-off და taxi. რამდენადაც მე ვიცი, runway turn-off გამოიყენება, ესე იგი, ასაფრენ ბილიკზე გასვლისას და ასაფრენი ბილიკზიდან taxiway-ზე შემოსვლისას და ეს runway turn-off ნათურები ანათებს არა პირდაპირ, არამედ ცოტა ისეთი მაგალითად მარჯვენა ნათურა ანათებს წინ და ოდნავ მარჯვნივ, ანუ რომ მიუხვიოთ იმ მიმართულებით საერთკენაც მივუხვევდით, სწორედ მიმართულებით დაახლოებით გვინათებს რომ წინასწარ დავინახოთ საით მივდივართ. ტაქსი განათება ეს არის, ტაქსირებას როდესაც ვახორციელებთ, წინა ფარები ინთობა და ანათებს წინა მხარეს, გვინათებს წინ გზას. მარჯვენა მხარეს ჩვენ გვაქვს ფიუზელაჟზე დამონტაჟებული განათებები, ეს არის წინა თვალი, ეს არის ფრთები, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია გავხედოთ რა ხდება აქეთ. ჩვენ შემთხვევაში აგერა ეგ Skycap Georgia-ს ანათებს ერთ-ერთი აქ ნათურა, რომელიც დამონტაჟებული არის. კიდევ რა გვჭირდება ჩვენ აქ? კიდევ ჩვენ აქ გვჭირდება, ხო, anti-collision ნათურა, ეს არის ჩვენს ფიუზელაჟზე ზევით. მოდი ვნახოთ. ეს არის ეს ნათურა, რომელიც აქ ანათებს. ასევე ჩვენ გვაქვს იქ დამონტაჟებული ლოგო. მაგას გაჩვენებთ ასევე ლოგო, ეს უკანა ლოგო რომ გაგვინათოს. ალბათ რეკლამის თვალსაზრისით არის ეს ყველაფერი. რაღაცები აურია, არა უშავს. აი ასე ლოგო და სტრობები, ხო, სტრობები ეს არის აგერა იქ მოციმციმე ნათურები, რომლებიც არის დაყენებული. ამ შემთხვევაში სტედიშია მე მგონი გადართული, ამიტომ მხოლოდ ესე ანათებენ, თუმცა თუ გადავართავთ რეჟიმში strobe and steady, ჩვენ დავინახავთ, რომ იქ უკვე ნათურები იწყებენ ციმციმს. ნიპ ოფში ხომ არა მაქვს, მგონი ოფშია. ან უბრალოდ ღიარი და ვერ ვხედავთ. ხო, ოფში იყო. კიდევ ერთი პოზიციით უნდა გადმომერთო აქეთ. აი, განათებაც დაიწყო. კიდევ ერთი რამ, რაც მე სპეციალურად აქამდე გამოვტოვე, ეს არის ჩვენი სტარტერი. მარცხენა ძრავის და მარჯვენა ძრავის. როდესაც ძრავის გაშვებას ვიწყებთ, ignition left, ignition right, ეს გადამრთველი უნდა იყოს ან მარცხენაზე, ან მარჯვენაზე. ჩვეულებრივ მარცხენაზე არის და დარჩეს მარცხენაზე, ამიტომ სტარტერის გაშვებისას, ანუ საწვავის აალებისას გადავართავთ პოზიციაში ground, უკაცრავად ground და ჩვენი ძრავი იწყებს გაშვებას. off პოზიცია გათიშული არის, continuous არის დამხმარე პოზიცია, გვეხმარება იმაში, რომ მაგალითად, როდესაც ავფრინდებით, ან როდესაც დაშვებას ვახორციელებს 10000 ფუტს ქვევით იმისათვის, რომ თუ მაგალითად ან რაიმე შეასკდა ჩვენ ძრავს, ან რაიმე ასეთი მსგავსი ფეილი არის, რაღაც შევარდა ჩვენ ძრავში, continuous რეჟიმში სტარტერი უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ძრავი არ გაჩერდეს, აკეთებს ხელახალალებას და ჩვენი ძრავი, ერთგვარად ინარჩუნებს ბრუნვას და არ ქრება მოკლედ და ავარიულ მდგომარეობაში არ ვარდებით. Flight გადამრთველი გვეხმარება ძრავის ჰაერში გაშვებისათვის, მაშინ, როდესაც უკვე ტურბინა ტრიალებს და ტურბინა ბრუნვში არის. Ground-ისგან განსხვავებით, როდესაც მას უწევს, რომ სუნოლიდან დაატრიალოს ჩვენი კომპრესორი თუ ჩვენი ძრავის ძირითადი ღერძი. იგივე ვარიანტი არის მარჯვენა მხარეს, წინ არის განლაგებული პატარა კომპასი, განათება კომპასის dim და bright უფრო კაშკაშა და მე მგონი სულ ეს არის, რისი თქმაც მე მინდოდა ამ ჩვენი საჰაერო ხომალდის შესახებ. იმედია ვისიამოვნეთ ყველამ ერთად. შემდეგი რასაც გავაკეთებთ, შევასრულებთ სადემონსტრაციო ფრენას თბილისი ბათუმი და ამაში მე ასევე